გავაგზავნოთ მეგობრებო ჩვენი დღევანდელი დაწყებული თემა მრგვალი დედამიწის შესახებ და ბრტყელი დედამიწის შესახებ. ჩვენ აქ რამდენიმე სქემა ჩავიწერეთ. სქემა ასეთია მეგობრებო, ეხლა განახებთ. ესე იგი, ვისაც არ გინახავთ დღევანდელი ლაივი, აუცილებლად უყურეთ. აქ ჩვენ გამოვიკვლიეთ სხვადასხვა სფეროები და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ახლა დღეს. თუ როგორ გვიცხადებს ქართული ანბანი, ქართული ზეპირსიტყვიერება, ქართული ენა ჩვენ დედამიწის და საერთოდ სამყაროს წარმოდგენის განზომილებას. მანამდე დავპატიჟებ ყველას, სანამ შემომიერთდება პირველი მაყურებელი, ყველა. და როდესაც განს განვიხილავთ, ხო, განს განვიხილავთ, ანუ განს ვიხილავთ. ესე იგი, არსებობს სხვადასხვა განები, მეგობრებო. ნახეთ, ეს არის განზომილებები. განი ვიცით რა არის? აი, განი პირდაპირ მნიშვნელობით ახსნათ განი რა არის, ხო? იმიტომ რომ ამას განხილვა ქვია, განზომილება, განმარტება და ყველაფერი განს უკავშირდება. განზომილება, მეგობრებო, არის გავზომოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რა არის. რა სივრცეა, ხო? განზომილება. განზომვა, ხო? მერე განხილვა არის განის ხილვა, რომ ვიხილოთ რა განზე არის გასული ესა თუ ის სივრცე. აი მაგალითად ამ რაკურსში განხილული დედამიწა, ანუ დედამიწა რომ შუასკნელზე დგას, რომ მის ქვემოთ ქვესკნელია და ზესკნელი არსებობს, ხომ? ქართული ზეპირსიტყვიერების მიხედვით. ჩვენ ზუსტად ამ ჭრილში რომ ჩავიხედოთ, გვჭირდება განზომვა, განხილვა და განმარტება. მარტება, მეგობრებო, და არა მარტება არა, მეგობრებო, განმართება. გესმის? მართება რას ნიშნავს? იცით? გამართვა. განის მართვა. აქედან გამომდინარე სიტყვა განმართება და არა განმარტება, რომელიც დაქვეითებულად და გადაკეტებულად არის აი ეს ტ და თ. ეხლა რაც შეეხება განის მართვას, განის მართვა მოხდება იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ არა მხოლოდ ტრიდეში განვიხილავთ, არამედ განვიხილავთ 4D-ში, 5D-ში, 6D-ში, 7D-ში, 8D-ში, 9D-ში და 10-ში გადავალთ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავხაზოთ მაგალითად განის ზომები, განის ხილვის გამო და განის მართების გამო, ხო? მოდი, ისევ აქ დავრჩეთ, მეგობრებო, და დღეს ჩვენ განვიხილეთ, ანუ ვიხილეთ, რომ არის რამდენიმე განი. ნახეთ, არის ეს პლაზმა, ერთი განი. ამ პლაზმაში არის მოთავსებული მეორე განი, რომელიც არის მზე, მესამე განი, რომელიც არის მთვარე. ეს მთვარე შეიძლება აქ მოხდეს, შეიძლება აქ დადის, ასევე მზე დადის. მზე და მთვარე, მეგობრებო, აი ჩვეულებრივად, რომ როგორც ენოქს აჩვენეს ჩვენმა დაცემულმა ანგელოზებმა, აი ეს ხომ არის, თქვათ, ერთი პლაზმა, ხო? და აი აქ არის მზე. მოთავსებული პირობითად მზე ესე გადაედინება, პლაზმა არის, რომელიც მოიცავს რომელიღაცა განს, ხო? განს მოიცავს. აი ესე. აი ეს მზე და შიგნ თავსი, აი ნახეთ, გავუკეთოთ მზეს სიმრგვალე. აი ეს მთლიანად არის მზე, ვთქვა და ანათებს თავისი სხივებით და რაღაცა განს მოიცავს. და მას შიგნით არის დედამიწა. ხო? ეს დედამიწაა. აღარ წერს? და აი ამას კიდე აქვს კიდე მეორე ეს ერთი განი, ეს ორი განი, შიგნით დედამიწა და მესამე განი მთვარე. აი მთვარე პირობითად ჩავსვათ აი აქ, ნახეთ. მე მგონი აღარ წერს ეს კალამი.
აი, მოვიტან ახალს. მოკლედ, ფანქარი რატო არის სანიტარი, იცით, მეგობრებო, ფანქარი შეგიძლია წაშალო და განზომილებები ახლიდან გადაანაწილო, გესმით? ამიტომ ქართულმა ანბანმა რო გითხრა, ანბან განდონ ენი ვინზენთანია. In Carlasman nar on parjano, ხო? რა ეს სანტარ un pankar, parkan, ანუ ფანქარია. ფანქარიც არასწორი სიტყვა, გადაკეთებული სიტყვა, ფარქანი უნდა იყოს. ფარქანი რა არის, იცით მეგობრებო? ფარიქანი არის, აი მაგალითად ეხლა ხო არის ეს და მე არ მომეწონა მაგალითად ამ განზომილების ამ ჭრილში განხილვა და ნახეთ წავშალე. შო, არ დამევასა. სანიტარი არის ფანქარი. ეს განზომილება გაანადგურა, ერთ წამში გაანადგურა. აღარ არსებობს. ხო? წაუშალეთ. აი მაგალითად, ჩვენ გვინდა ეხლა ამის ისე დახატვა, რომ აი ეს მთლიანობაში არის რაღაცა სილამაზეს წარმოადგენს, აი სიმრგვალე და ვთქვათ ესე, ხო? მოიცა ერთი ხელით ტელეფონის დაჭერა და მეორე ხელით წერა ცოტა რთულია. ამიტომ მოდი წავშალოთ ეს ლამაზი სიმრგვალე რო არ გამოვიდა. აი ეს მზის სხივები ახლა წავშალოთ და დავტოვოთ. აი აქ ეს დედამიწა, ხო? აი ეს დედამიწა, შიგნით ხო არის დედამიწა. აი აქ პირობითად ავიღოთ, ახლა აქ არის მთვარე. ნახე, ამ მზეს ხო აქვს განზომილი, განიზომილი, ანუ მისი ზომა ვიცით, განზომილი. ეხლა მთვარის განზომილებაში გადავიდეთ. აი ამ განზომილებას, ამ მთვარეს თავისი განზომილება აქვს და ქმნის თავის განზომილებას. ხედავ? ნახე, ერთმანეთში დადიან. აი ახლა რო ავიღოთ, ეს არის მზე და თავისი სიმრგვალე აქვს და ესე ტრიალებს ვთქვათ, ხო? თავისი განით. ეხლა მთვარე შევიყვანოთ შიგნი. და აი ესე ტრიალებენ ერთმანეთში, ხო? ნახე? აი, ნახე. თუ ისინი მათი კარებები და პორტალები ერთ იმათ ჭრილში მოიქცევიან და არ გადაეფარებიან. ხო? ნახე? ერთად უნდა მოიქცნენ. შეიძლება კიდევაც მხოლოდ მზის კარს ხედავდეთ და მზის კარიდან კიდე აი რაღაცა იქ სინათლე მოჩას, მაგრამ ეხლა სად არის დედამიწა? ეხლა მთვარე აქეთ არის, მზე აქეთ არის. მათი განის ზომილების მიხედვით, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი თავისით მოქმედებენ, ესე ტრიალებენ, თქვა დედამიწის გარშემო. ეხლა თეორია ავიღოთ, რომ ისინი ტრიალებენ დედამიწის გარშემო და არა პირიქით. ამ თეორიის მიხედვით მე არ ვამბობ იმას, რომ აი ახლა ის გადავაკეთოთ, რაც უკვე დამკვიდრებულია ტრიდეში. ტრიდეში ის რაც დამკვიდრდა, აი ესეთია. კი, ძალიან მაგარი თეორიაა, რაც დღემდე მეცნიერებმა გამოიკვლიეს, მაგრამ ეხლა მე სულ სხვა განზომილებებით ვსაუბრობ, როგორც თქვენ ხედავთ და ავიღოთ ესე, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე სივრცე პლაზმა, ეს არის მზის პლაზმა, ეს არის მთვარის პლაზმა, კიდევ არის მეოთხე ხელი მჭირდება და მეხუთე ხელი დედამიწა. დედამიწა არის მათ შორის და კიდევ არის მარსის პლაზმა, ვენერას პლაზმა და აი ისინი ერთმანეთში ტრიალებენ, აი ესე ტრიალებენ. და თავიანთი კარებები აქვს, გესმის? და ეს კარებები წარმოიდგინეთ, რომ ისე უნდა დადგნენ, რომ ერთმა სხივმა გაიაროს მათ შორის. ეხლა რა ხდება აქ? ენოქი ამბობს, რომ მთვარე და მზე, აი ნახეთ, მთვარე და მზე ერთი ზომისა არიან. ანუ მათი კარნი, ანუ მათი პორტალი არის გამსვლელი და შემსვლელი კარი, მეგობრებო, ქართული ანბანის მიხედვით ონი და უნი. აი ეს არის კარი, რომელიდანაც ვთქვათ ონი. ონი როგორი გამოიყურება, იცი? ონიდან მარტო გადიხარ, შიგნი ვერ შედიხარ. გადიხარ. აი ამის გარეთ გადიხარ, ხო? გარეთ ხარ. მაგრამ მასში შიგნი ვერ შედიხარ. აი მზეს კი აქვს. ვთქვათ, უნის კი აქვს ის თვისება, რომ მასში
გადიხარ კიდევაც და შედიხარ კიდევაც. აი აქ ხედავთ რომ ეს მასა თავის თავში მასა არ არის, განი ეს თავის თავში არ გიშებს. აი აქ დავხატოთ მთვარე, ხო? მოიცადე? აი აქ დავხატოთ მთვარის განზომილება. აი მთვარის პლაზმა ეს არის, თქვათ. აი მთვარის პლაზმა ეს არის, თქვათ, ხო? მოკლედ. ხატვარი არ ვარ კარგი, მაგრამ სიმრგვალე აქვს იმას ქვემოთ კიდე თავის თავში არ გიშვებს. იქ რა ხდება არ ვიცით, მაგრამ გარეთ გაძლევს რაღაც ინფორმაციას. აი გამოაქვს თავისი ინფორმაცია, ხო? ეს სიმრგვალე არის, აი კარი, წარმოიდგინეთ, რომ აი ეს არის კარი, სადღაცა შედიხარ ამ სივრცეში. ეხლა რა ხდება? ამ მთვარეს აქვს ესეთი თვისება, რომ გაძლევს რაღაცას, მაგრამ თავისში არ გიშვებს. მზეს ორივე აქვს, თავის თავშიც გიშვებს და გარეთაც გატარებს. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ესეთი რამე, რომ მთვარე არის ბრტყელი, ხო? მთვარე არის ბრტყელი, ის არ არის მრგვალი, ვთქვათ, იმიტომ რომ მასში ვერ შედიხარ. სივრცე არ არის მასში. მზეში კი სივრცეა, როგორც შიგნით, ისე გარეთ. მაგალითად, თუ ავიღებთ, ეხლა მჭირდება, რა მჭირდება? აი ეს არის დედამიწა, ვთქვათ, ხო? ეს არის დედამიწა. ვთქვათ, პირობითად. ამას შემოკრული აქვს, ეხლა კიდევ რაღაცა სივრცე, რომელ სივრცესაც აქვს კარი. ეხლა რა ვქნა და რაღაცა მჭირდება, რომელსაც აქვს კარი. რა შეიძლება იყოს ესეთი? მოდი აი ეს დავახუროთ. აი ნახე, თქვათ არის აი ეს სივრცე მთლიანად მზე არის და აქ გასასვლელი, გამსვლელი კარი აქვს, თქვათ, ხო? აი დედამიწიდან თუ თქვათ ახვალ ამ სივრცეს გაივლი, მზეში შეხვალ და მერე იქ რას დაინახავ ღმერთმა იცის, მაგრამ მთვარეში ვერ შეხვალ. იმიტომ რომ მთვარეს არ აქვს ეგ თვისება. თუმცა შესაძლებელია აქვს კიდევაც ეს თვისება, ოღონდ ქართული ანბანის მიხედვით არ უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ქართული ანბანის მიხედვით რომ განვიხილოთ, მაშინ უნდა გქონდეს ონს შემსვლელი და გამსვლელი კარი. მაგრამ ონი რატო ონი მზე არის და ონი უნდა იყოს პრინციპში ეგ, რომელსაც არ აქვს შემსვლელი კარი, თუმცა გამსვლელი კარი აქვს. ხო. ამ შემთხვევაში განიხილება ესე, ნახეთ მეგობრებო. ამ შემთხვევაში ონი იწერება ესე, ვიცით, ხო? ონი. ეს არის ონი. ასომთავრული ონი. აი, ონი. ეს მხედრულია, ეს ასომთავრულია. ონი გვეუბნება რომ გამსვლელი კარი აქვს მარტო. აი მაგალითად თუ დედამიწიდან ავაღწევთ მზემდე და გავალთ, აი შემოსვლა უკვე ძნელი იქნება. მაგრამ უნი საინტერესოა. არის თუ არა მთვარის სიმბოლო. თუ უნი მთვარის სიმბოლოა, უნიდან შემოდიხარ კიდევაც და გადიხარ კიდევაც. ანუ ხომ არ არის ეს ის ადგილი, სადაც ამბობენ, რომ სტაციონიაო, შტაციონ გაჩერება არისო, ხო? ზაური ფიოდოროვიჩი წერს, რომ დედამიწა ბრტყელია, დარწმუნებული ვარო. ხო, დარწმუნება ჩვენ გვჭირდება განხილვა. განის ხილვა, დარწმუნება სხვა რამეა. ჩვენ ახლა განვიხილავთ. თუ არის დედამიწა ერთი მყარი რაღაც სიმრგვალე და ამის გარშემო ტრიალებს, ესე იგი მთვარე, აი ესე უვლის გარშემო და ამის გარშემო კიდე მზეც და სანამ მზემდე მივალთ ტრიალებენ მანამდე მარსი, ვენერა, პლუტონი, სატურნი, იუპიტერი,
მერკური და ასე შემდეგ თუ გამორჩა რომელიმე პლანეტა, მათ აქვთ სივრცეები, რომლებიც არიან შემსვლელი და გამსვლელი კარის მატარებელი სივრცეები, ხო? აი ვთქვათ, რომ ეს სიმრგვალეში მხოლოდ ერთი სივრცეა გამსვლელი. და ამ სიმრგვალეში ვთქვათ, არის რაღაც განზომილება, რომელიც შეიძლება გაიზომოს. თუ ერთ სიბრტყეზე კერდა ერთ სივრცეში დაალაგდებიან ეს კარებები, მაგალითად პლანეტები, რომლებიც არიან პორტალები, რომლებიც შეიძლება აღვიქვათ როგორც სიმრგვალეც, სადაც შეიძლება რომ გაძვრე, თუ ესენი ერთ სივრცეზე დაალაგდებიან, მაშინ მანდ, ანუ ამ ჭრილში შემოვა სხივი. გაივლის სხივი და რომელი სხივი, იცით მეგობრებო? აი მზის იქით რომ ვეღარ ვხედავთ ჩვენ რა არის. იქიდან შემოსული სინათლე სრულიად შემოვა ამ დედამიწის ატმოსფეროში თუ ზეცაზე. ანუ ზეცაზე. შეგვიძლია ვთქვათ ცაზე. მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ როდესაც ამ პლანეტებმა დაიწყეს თავიანთი რეისებზე გადასვლა, ანუ თავიანთი ბრუნვის შეცვლა და აღარ ტრიალებდნენ ისე როგორც დააპროგრამა ღმერთმა, ჩვენი ახალი თანამედროვე სიტყვებით ვისაუბრებ, რაც წავიკითხეთ და ვთარგმნენ წიგნ ენოქში, ხო? ნოეს ბაბუ არასაც წერდა, რომ მას დაცემულ ანგელოზმა უთხრეს ასეთი რამ. ყველა პლანეტა გადავიდა, მხოლოდ მზე და მთვარე არ გადავიდნენ თავიანთ რეისს. ესე იგი გამოდის, რომ მზე და მთვარე არიან ჯერ კიდევ პერფექტ, ანუ იმ მოძრაობაში, როგორც დააპროგრამა ღმერთმა ისინი. დედამიწა რა არის მაშინ? თუ მზე და მთვარე არ გადავიდნენ თავიანთ რეისს, ხო? და არის კარიბჭეები, რომლიდანაც შემოდის მზე და გადის ამ კარიბჭეში. იქ ძალიან კარგად არის აღწერილი, უბრალოდ მე ვერ დავხაზე, ვერ მოვიცალე მაგისთვის, რომ დამეხაზა აი ამ მოძრაობას როგორ აკეთებს მზე და მთვარე, ხო? თუ მზე და მთვარე არიან ისინი, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ ჩვენ ინფორმაცია ზუსტი დროის შესახებ, ანუ ზუსტი მოქმედების შესახებ და თავისი რეისის შესახებ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვთვალოთ ვენერა, მარსი, მერკური, პლუტონი და რომელ პლანეტებსაც ჩვენ დღემდე ვიცნობთ და რომელიც დაგვინახავს და დაგვიფიქსირებია, ისინი დავალაგოთ თავიანთ ადგილებზე, რომ ჩვენ შევძლოთ აი ამ სხივის შემოტანა. ანუ ამ ჭრილში, სადაც უნდა აი ეს კარებები ერთმანეთის მიყოლებით რომ უნდა დაალაგდნენ, ხო? ამ ჭრილში რომელი სინათლე გამოდის, ის უნდა შემოვიყვანოთ დედამიწაზე, გესმით? თუ ამას ვერ შევძლებთ, მე მგონი თუ არ ვწდები, მე ნანახი მაქვს გივი ალაზნისპირელის ვიდეო ადრე მაქვს ნანახი და ის საუბრობდა ზუსტად ამ თემაზე, რა რომ თუ პლანეტები ერთ წყრივში დაალაგდებიანო, მაშინო ესეთი რაღაც მოხდებაო, რომ გასაოცარიო რა და ასტროლოგები შეცდნენ, მართლაც იყო, მე მახსოვს, გერმანიაში ვიყავი, ესეთი ინფორმაცია გააჟღერეს, რომ ყველა პლანეტა ერთ რიგზე ლაგდებაო, გესმის? და მე ისე მოხდა, რომ ასტროლოგებმა თურმე შეცდომა დაუშვეს და არ დაალაგდა ეს პლანეტები ერთ რიგზე. და ვიღაცეები ელოდებოდნენ, რომ აჰა, აბა თუ დაალაგდაო, რა მოხდაო იმ დღეს არაფერიო, მაგრამ ვერ განიხილავენ, რომ დრო ისეთი რამეა, რომ იმ წუთში შეიძლება ვერ დაინახო დრო, რომელ განზომილებით პირობითია დრო, რომელ განზომილებიდანაც განიხილავ, ისეთია დრო. და შენ ახლა ღმერთის დროში თუ ახვედი და გახვედი საერთოდ დროდან და ამ პროცესის დანახვა მოგინდა, ხო? მაშინ უნდა იცოცხლო შეიძლება 2000 წელი და 2000 წელი ხედავდე რა მოიტანა ამ სხივის გასწორებამ, გესმის? ამ პლანეტების ერთად დადგომამ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა 100 წელი ვცხოვრობთ. აი წარმოიდგინეთ, რომ პირდაპირ გიწერია წერილში და ამას ვერ უარყოფთ. 1000 წელი ცხოვრობდა ადამი. სულ ცოტა, თუ 9000 წელი, ხო, ვთქვათ?
ეხლა შენ იმ თვალიდან დანახული დრო და 1-დან 100 წლამდე რო იცოცხლებ, ამ თვალიდან დანახული დრო ერთი და იგივე გგონია? არ გგონია, ამიტომ შენ ვერ დაინახავ იმ მთვარის გასწორებამ და ყველა პლანეტის ერთ სივრცეში დადგომამ რა მოიტანა ამისთვის, ამ რაღაცა სივრცისთვის, ხო? იმიტომ რომ შენ გინდა რომ ეხლავე დაინახო შენი თვალით რა მოიტანა ამ ვითარება, მაგრამ სამწუხაროდ დრო ისეთი რამეა, რომ მატერიას მხოლოდ დრო ჩინში მატერია გამოდის მხოლოდ დროის მეშვეობით. და შენ თუ გინდა რომ 1000 წელზე გადაჭიმული რაღაც აი ხა ხეს რო ხედავ რომ ხეა, ხო? მაგრამ ის როცა ამ ხელა არის, შენ წარმოგიდგენია რომ ის ოდესღაც იმ ხელა გახდება, ხედ გარდაიქმნება? ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ თუ კი შენ დაჯდები ამ ხესთან და იჯდები 40 წელი და დააკვირდები თუ ეს ხე როგორ იზრდება, ხო? მაშინ დაინახავ, გამოჩინდება. მაგრამ ეხლა მე რომ მეკითხები, ამან რა მოგვიტანა ეხლა ჩვენ მზემ რო შემოანათა და სხივი რო შემოვიდა აქ და ვერაფერი ვერ დავინახე, აბა რეებს ბოდავ შენ თქვათ, ხო? მე რომ მეკითხები. მე უნდა გითხრა და გიპასუხო, რომ იცი რა, მოდი 400 წელი ვიცხოვროთ, აი აქ დავსხდეთ, დავაკვირდეთ და მერე განახებ რა მოიტანა ამან, გესმის? იმიტომ რომ მე რომ მკითხო პატარა ყლორტზე რომ ეს რა ხია, შენ გიჟი ხუარ ხარ, ხო? მე ვერ დაგიმტკიცებ რომ ეს ხია მართლაც. რომ ის 40 წელიწადში დიდი ხია. ეხლა ვერ დაგიმტკიცებ ამას. შენ გჭირდება ამისათვის დრო და მეც რომ ხილულში, ჩინში განახო რომ აი ეს პატარა ყლორტი არის დიდი ხე. სანამ შენ ხეს დაინახავ და საერთოდ ცხოვრებაში ხე გენახოს, ვერ წარმოიდგენ რომ ეს პატარა შეიძლება დიდად გადაიქცეს. ხო ასია? ასე არის მეგობრებო ასტროლოგიური მოვლენებიც, როდესაც თქვათ რაღაცა ასტროლოგიური ციური სხეულის მოვლენა მოხდა. მაგალითად მზე და მთვარე, კი არა და ვენერა და მზე კონიუნქციაში არიან ერთმანეთთან ამ და ამ გრადუსში. ვაუ, რაღაცა სწავლი უნდა მოხდეს ამ დროს, თქვათ, ხო? ასტროლოგები იძახიან, ასწავლი უნდა მოხდეს. და ჩვენ ვზივართ ახლა ჩვეულებრივი გონების მოაზროვნე, აი ადამიანის გონების მოაზროვნე ადამიანები 1-დან 100 წლამდე რო აზროვნებენ, რომ აი, აბა რა მოხდება? ეხლა ხო დაუკავშირდნენ კონიუნქციაში ხო არიან, აბა უნდა მოხდეს, გასულ რატო არ მიმტკიცებთ რომ ხდება? და ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ ეს ვითარება, ეს მოვლენა გადაჭიმულია რამდენიმე 100 წელზე, ან რამდენიმე 1000 წელზე, მეგობრებო და ამიტომ გაუგებრობაში ხვდებით ხოლმე და იმიტომ ვეჯახებით ერთმანეთს, რომ აი შენ მომატყუე და შენ რაღაცებს ბოდავ და შენ ასე და შენ ისე, ხო? ბოდიშით. ცხვირი უნდა მოვიწმინდო. ამიტომ მეგობრებო, ზოგი ერთი მაგალითად იტყვის, რომ იცი რეებს ბოდავ გოგო, აი ჩვენ უკვე მტკიცებულება გვაქვს, რომ დავწმუნდით, რომ დედამიწა არის მრგვალი და მზის გარშემო ტრიალებს, ხო? ამას როგორ უარყოფ და მე გეტყვი, რომ აი ამ ჭრილის გარდა კიდევ არსებობს 10 სხვა ჭრილი, რომელშიც შეგიძლია განი იხილო, გესმის? რაღაცა განი იხილო. ქართულ სიტყვაში დევს პირდაპირ. განიხილვა, განხილვა, განის ხილვა. თუ შენ არ მოინდომე რა ხილია ეს განი, ხო? შენ ამ ხილს ვერც ვერასდროს იგემებ. იმიტომ ვერ იგემებ, რომ შენ არც კი დაუშვის, რომ ეს ხილი არსებობს. ამ განის ხილი არსებობს. ანუ არც კი დაუშვი განხილვა. მე დავუშვი განხილვა და ვფიქრობ, რომ ეს პორტალები, რომლებიც არიან შემსვლელი და გამსვლელი კარები ნებისმიერ პლანეტის და თუნდაც მზის და მთვარის, რაღაც ჭრილში უნდა დადგნენ ისევ იმ სივრცეში, რომელ სივრცეშიც ღმერთმა დააპროგრამა. როდესაც ღმერთმა დააპროგრამა რაღაც სივრცე და ის აირია ერთმანეთში და აიხლართა, სახე დაკარგა. თუმცა გადარჩენილები მაინც ვართ. ჩვენ ვართ გადარჩენილები, იმიტომ რომ ჩვენ ჩინში ვართ. ანუ ჩვენ შეგვიძლია
მეტყუელება, ხო, დღეს გქონა თუ გუში მეტყუელებაზე საუბარი. მეტყუელება შეგვიძლია და შეგვიძლია გავაგებინოთ ერთმანეთს. და თუ გავაგებინოთაც, მოდის განვაგებინოთ. გესმის? განვაგებინოთ. რაღაცა განი ავაგოთ ისევ. გაგონება არის განგონება. ან თუ სიტყვას გავშლით, აი ნახეთ. გაგონება. თუ გაგონება არის, იქცევა ანად, იმიტომ რომ ას ქვია ანი. ას ქვია ანი. ასი შეიძლება დაემატოს ν და ი თავისთავად, იმიტომ რომ განის გონება არის გაგონება. გონებასთანაც კავშირშია. გონი ებაო და განის გონი ებაო, გესმის? რაღაცას აბია რაღაცა. და აი ესე მოვდივართ ჩვენ მეგობრებო, რომ თუ გინდა რომ გამიგო, ანუ განმიგო, მაშინ შენი განზომილება უნდა მაჩვენო, ან შენი განი უნდა მაჩვენო, აბა რა განზე ხარ გასული. შენ გასული ხარ, მე გეტყვი რომელ განშიც ხარ გასული. რომელი განიც დღემდე დაგიდეს და სასკოლო წიგნებში გასწავლეს, რომ აი ეს ერთმა ადამიანმა გამოიკვლია, რომ ესია და всё იგაჩერდნენ. სტაგნაცია უმაღლესი დონის. იქ გაჩერდა კაცობრიობა, იმის იქით ვეღარ იჭვრიტება და ვეღარ განიხილავს. გესმის? და ადამიანი, რომელიც გასულია ამ ჩარჩოებიდან და თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ერთი განი კი არა, ორი განი კი არა, სამი განი კი არა, 10 განი გაიხილოს, ხო? განიხილოს, ან 9 განი. მაშინ ის სულელად და გიჟად იწოდება, იმიტომ რომ ადამიანის გონება, რომელიც ჩარჩოშია მოქცეული და ასწავლეს მხოლოდ ესია და სხვანაირად არა, მისი გონება დანარჩენ განებს ვეღარ იღებს. აქცეპტირებას ვერ უკეთებს. ია ზარაფიშვილი წერს ძალიან დიდი ბოდიში და საიდან იცით რომ ილია მეორე გარდაიცვალა. ია მე გეტყვი ამაზე გაგცემ პასუხს. მიდი საპატრიარქოში, მოითხოვე ილიასთან შეხვედრა და ნახე რა დაგხვდება. მეც არაფერს არ გეტყვი რა. მე ჩემი თვალით ვიხილეთ ილია მეორე არის მკვდარი და შენ რაც ფაქტები მოგიყვანო ვერ დამიჯერებ. ამიტომ თავად მიდი, თავად იკითხე და თავად მოიკითხე. ილია მეორე. მერე ნახე რაც დაგხვდება და მერე მომწერე რომ თამარ იცი რა მე ვიყავი მისული და აი ესა და ეს დამხვდა იქ კარზე. მე პირადად ვიყავი მისული იქ კარზე და რაც დამხვდა ის რო გაგიცხადეთ შოკი იყო თქვენთვის. ამიტომ ამ განზე გავაგზელებ ახლა ჩემს საუბარს, ჩემს თემაზე, ამ თემაზე საუბარს, განის ზომებზე. მეგობრებო, მე მესმის თქვენი, აი ძალიან კარგად მესმის, რომ შეიძლება ვერ გამომყვეთ ამ აზროვნებაში, ამ განზომილებებში, ამ განის განხილვებში. რატო ახლა? პირველი ის, რომ თქვენ არ გაქვთ ამის დრო, რომ დაფიქრდეთ და დასხდეთ. იმიტომ რომ ხვალ უნდა წახვიდეთ სამსახურში. დღეს დაღლილი ხართ სამსახურიდან მოსული. შეიძლება ბავშვებიც სახლში გყავთ და ნერვებს გიშლიან და ამის დროს არ გაძლევენ, რომ ესეთი საკითხები განიხილოთ. შეიძლება დედა მამა მოსავლელი გყავთ და იმათ სჭირდებათ თქვენი დრო. თქვენ დრო წაგართვეს იმისათვის, რომ ამ საკითხებში ჩაიგებოთ. წაგართვეს დრო, იმიტომ რომ გამუშაონ იმისათვის, რომ დედამიწა გაანადგურონ. თქვენ მუშაობთ პრინციპში იმისთვის, რომ დედამიწა რაც უფრო მეტად მისი რესურსები ამოიწურება, ის ადვილად განადგურდება. თქვენ მეტი არაფრისთვის არ მუშაობთ. დამერწმუნოთ ის, რომ თქვენ დღეს ფულს იღებთ და საჭმელს ჭამთ, ამით და მეორე დღეს ისევ იმას აკეთებთ, რაც გუშინ გააკეთეთ, ან ერთი თვით დასასვენებლად წახვალთ. ეგ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც სისტემები აკეთებენ იმისათვის, რომ დედამიწა მთლიანად ამოხრან და გაანადგურონ. უბრალოდ თქვენ ამას არ გეუბნებიან, რომ ჩვენ დედამიწის გასანადგურებლად გამუშავებთ აქ. თქვენ უბრალოდ გეუბნებიან, რომ გინდა მუშაობა, გინდა ჭამა, გინდა სმა, მაშინ მოდი იმუშავე. და რაც შეიძლება ნაკლებ ფასად და უფრო ზეწოლაში გამყოფებენ, რომ ხვალ უფრო იაფად იმუშაო, ფასები, აი ამ კაკლის ფასი, რომელსაც დედამიწა გვაძლევს უფასოდ,
მოკიდონ და შენ იმ ფულით რაც გამუშავეს ისე ვიყიდო ან წყალი დაგალებინონ ან ეს მენ არაფერს არ აკეთებთ გარდა იმისა რომ ხელს უწყობთ დედამიწის განადგურებას დამერწმუნეთ რა სუდები კი არ ხართ თქვენ უბრალოდ ეგრე დაგაპროგრამეს ამიტომ არც ამის დრო არ გაქვთ არავინ არ მოგცემთ ამის დროს რომ თქვენ მოგეცეთ ის დრო რომ ჩაიხედოთ ამ საკითხში და თუ ვინმეს დრო აქვს რომ ამ საკითხში ჩაიხედა და ხმა ამოიღო ის ეგრევე საგიშეთში გააქციეს ან მოკლეს ან კიდე ციხეში ჩააყუდეს რატო იმიტომ რომ როგორც კი ამას გააცნობს შენს ხვებს მაშინვე აზროვნებას დაიწყებს ადამიანი და იფიქრებს აი მართალია რა რატომ არ უნდა ვფიქრობდი ამ საკითხებზე და რატო არ უნდა მქონდეს დრო ამ საკითხებისთვის და რატომ უნდა ვანადგურებდე დედამიწას ხო დაუსავს ის ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი დაუსავს თავის კითხვას ვინ მართმევს დროს ვინ წამართვა და წამგლიჯა დრო ფულმა ფულის გამომუშავებამ თუ აღიარებამ ორი საკითხია ან გინდა რომ ამაღლდე და პოზიციებზე დადგე და ამისათვის დრო არ გაქვს რომ ესეთ რაღაცებზე იფიქრო და იმაზე ფიქრობ რომ იქის დაწერო და იქის ვიღაცას რაღაც შეუსრულო და იქის გაუკეთო და დაგაწინაურონ ან წახვიდე დილით იმუშაო მუშასავით ისა ვირივით მოხვიდე სახში ფული მოიტანო ორი საკითხია ან პატივმოყვარეობა ან მამონის მონობა ანუ ფულზე მონობა ხო იგივე კუჭზე მონობა მე გეტყვით რა ადამიანები რომლებიც შემნაირები არიან და აზროვნებენ ადამიანებმა რომელმაც დაიწყეს ამ განის ხილზე ფიქრი და საუბარი ხო ასეთი ადამიანები კავშირში მხოლოდ ახლა ციფრული აპარატებით სმეშოობით კავშირდებიან ერთმანეთთან მანამდე გეტყვით ვინც ხმა მოიღო აგერ ნაზი შამანაური დაიჭირეს და საგიჟეთში მოკლეს ცემით და მოწამლეს და რა ვიცი 1000 გვარი აწამეს ქალი დანარჩენები დაიჭირეს ისე რომ ვერც კი გააჟღერეს სიტყვა და მოკლეს ზვიად გამსახურდიან მოკლეს ყველას კლავენ და ყველას იჭერენ ვისაც ანბანი გაეხსნა ყველა საგიჟეთში მოათავსეს ამიტომ მე გეუბნებით ესეთ რამეს რა რამდენიმე მე ხე კითხვა დამისვა შენ ვინ ხარო რომ ესეთ რამეს აჟღერებო გამიცანი მეთქი და ნახავ ვინც ვარ მეთქი და არ მაქვს სურვილიო მე თქვენაერი სატანისტი გავიცნო გესმის აი ხვდები თან მეკითხება ვინ ხარო და თან სურვილი არ მაქვს ანუ თავის თავში როგორ გაურება სჭირს ხედა რატო სჭირს ეს გაურება იცი შინაგანს აინტერესებს ვინ არის ეს ადამიანი ამდენს ვლაპარაკობს და არაფერს არ უჩვევიან საიდან გამოძვრა და ფაქტიურად თავის მეს არ აქვს მაგის უფლება და არ აძლევს მაგის უფლებას რომ გამიცნოს იმიტომ რომ ეშინია სიმართლის დანახვის როგორც კი სიმართლეს და სინათლეს დაინახავს ადამიანი შანსი არ არის რომ ის უკან დაბრუნდეს მაშინ უნდა დაადებილონ რაღაც ნემში გაუკეთონ დაადებილონ და უნარო გახადონ კი მაგ შემთხვევაში უკან დააბრუნებენ მაგრამ ადამიანი რომელიც გამოიხედავს გონიდან ჩარჩოდან გამოიხედავს იქ სხვა სინათლეა არ არსებობს რომ ის უკან დაბრუნდეს ისევ იმ სიგნალებში რა რომ მოკლან არ დაბრუნდება დედასპიცა ვარ თუ დაბრუნდეს რა აი რომ მოკლან ჯვარს უაცვან რო აწამონ რო დაფლითონ მისი სხეული არ დაბრუნდება რა თუ კი სინათლე დაინახა მან და სინათლე რა სინათლე რომ მარტო ტრიდეში არ ვართ გაჭედილი რა მარტო იმაში არ ვართ გაჭედილი რასაც გვთავაზობენ სკოლებში ან უნივერსიტეტებში ჩვენ იმის იქით კიდე შეგვიძლია უამრავი განი გავზომოთ და განი ვიხილოთ გესმის მაგრამ რატო არ აწყობთ ეს იმ ხალხს ვინც თავშია და მართავს დედამიწას რატომ არ აწყობს იმიტომ რომ შენ იმაზე უფრო ჭკვიანი გახდები და ეს ზუსტად იცის თუ ქართველმა გაბედა და ეს განი იხილა და განი ზომა აი ის ქართველი რომელიც არ არის ხო და ქართული რო არ იცის მაგრამ ქართული რო დატყვევებული აქვს არავინ არ იქნება იმასთან შედარებით რაც ქართველმა შეიძლება ამოიღოს და დადოს პროცელზე განიხილოს განზომოს და მართოს გესმის გამართოს და არ აწყობთ გამართული იმიტომ რომ აწყობთ მახინჯი
ხინჯი აწყობთ მათ. საერთოდ თემატურია ეხლა ამ საროჭკაზე, ხო? ამ მაისურზე თუ რაც ქვია, აი ზუსტად იგივე თემატიკა არის გახსნილი, რასაც ეხლა მე განვიხილავ. ქართული ანბანის მეშვეობით არის დაპროგრამებული ეს სამყარო, მეგობრებო, ეს განი ზომილი. იცოდეთ ეს. ქართული ანბანის მეშვეობით, არა 33 ასობგერით, არამედ 40 ასობგერით, რომელიც გვაქვს ქართული ასომთავრული, მრგროვანი, ნუსხახუცური და მხედრული სახით ერთად შექმნილი. ის არ იყო განვითარებაში, ის იყო ერთად შექმნილი, რომელიც ზომილებებს ხსნის. ამის ცოდნა, რომ არ გქონოდა ჩვენ ქართველებს, მე-19 საუკუნეში ამოაკლეს მნიშვნელოვანი ასობგერები. იოტა, ჰემერვე, ხარ, ანუ ხარ და იოტა, ჰემერვე, ვიე, კიდევ რომლებია? ური ფონი ლი, ჰოე ური ფონი ლი. ჰოე ური ფონი ლი, იოტა, ჰემერვე, ვიე. ამოაკლეს. გესმით? ესენი არის გამხსნელი ასობგერები. უნი ვიე არის თვითონ კარი. გესმით? კარია თვითონ. ამაში რომ ჩაწდეს, ვიღაცამ დამიწერა, რომ ამაში რომ ჩაწდეს ალბათ მხოლოდ რჩეულთა ხვედრიაო და ქართველთა ხვედრია ეს. ვისაც ყური თვალიების, მან იხილოს. ხილი. გესმით? იხილოს. ი რა არის, იცით მეგობრებო? ი არის ის შინაგანი, ინარი, რომელიც ადამიანებს გვაქვს შიგ, რომელიც თქვა ქრისტემ, შიგ გაქვთ და გარეთ ეძებთო. კიდევ უფრო განვრცობილად რო ვთქვათ, შიგნით გაქვთ და გარეთ ეძებთო. შინ აგანში გაქვთო, შინ აგანში გაქვთო და გარეთ ეძებთო. შინ აგანში გაქვთო, გესმის? შინაგანში. განია აქაც ხალხო, განი. გან ზომილება, გან ვითარება, გან ხილვა, გან მართება და გან ტოლება. განი კიდე არის ანი, ბანი, განი, მესამე ასობგერა. ანი, ბანი, განი, მესამე ასობგერა, მესამე რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობით. ანუ 3 და 3 აქვს. ესე იგი თავის თავს ამრავლებს, უმატებს და ამრავლებს. 3-ს მიუმატოთ 3, ბიჭო ეს დაი. 3-ს მიუმატოთ 3 არის 6. 3 გამრავლებული 3-ზე არის რამდენი მარია მითხარი? 3 3-ზე გამრავლებული. მიმატება ეგ. 3 გაყოფილი 3-ზე არის 0. აბა გამოვითვალოთ ახლა. 0 3 6 9. ეხლა უბრალოდ დავწეროთ რა. მე-3 არის ქვია განი. მე-6-ეს ქვია ვინი. მე-9-ეს ქვია თანი. რა გამოვიდა? გან, ვინ, თან. თუ გან, ვინ, თან ვართ, გან, ვინ, თარებაში ვართ. გან, ვინ, თან, ებაში ვართ. და არა განვითარებაში, არამედ განვითანებაში, გესმის? აი სიტყვა განვითარება არის დამახინჯებული წამოსული განვითანებიდან.
აი ეს ნული კი საწყისი ფორმა არის, მეგობრებო, აგერ კარით დაესვა აქ შემთხვევით არაფერი ახლა. 0 3 6 9 გან ვინ თან ება. რა ება გან ვინთან და ვინ ება გან ვინთან? ისე სხვათა შორის 3 განაყოფი 3-ზე არის. 3 გავყოთ 3-ს უდრის 1, 3 გავყოთ 3-ზე უდრის 1-ს. ვერ დაგეთანხმები მაგაში, ეგრე გვასწავლე სკოლაში, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ 3 რო 3-ზე გავყოთ არის 0. აი, ნახე. ეხლა ჩვენ განვიხილავთ სხვა განზომილებიდან, მეგობრებო, აი, სულ მქონდა მაგაზე ფიქრი რა, რომ რატო ითვლიან ესე არასწორად თქო რა სკოლაში, იმიტომ რომ 0-ს მთლიანად ფარავენ, ანუ მოტეხეს, მოკლეს 0 და რატო? ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი რამ. 1-ს მივუმატოთ 1-ით ვიწყებთ, მაგრამ უნდა იწყებოდეს 0-ს მივუმატოთ 1 არის 1. ესმის? იმიტომ ის თავია. აი 0-ს მივუმატოთ 1 არის 1, მაგრამ 1-ს მივუმატოთ 1 არის 2. ხო ესია? ეხლა მოდი 0 განვამრავლოთ 1-ზე, რამდენია? 0-ია თუ 1? 0 რო 1-ზე გავამრავლოთ, 0-ია თუ 1? აი აქ უკვე კლავენ 0-ს. აქ ამბობენ რომ 0-ია, იმიტომ რომ 0 არ მრავლდება. მრავლდება, მეგობრებო, იმიტომ რომ 0 რო 1-ზე გავამრავლოთ, არის 1. 1-ია, იმიტომ რომ 0 იღებს ტრანსფორმაციაში გადადის 1-ში გადადის უკვე. ეს განი 1-ში გადადის, იმიტომ რომ ემატება ამას. 0-ს რო 1 მივუმატოთ, ხო არის 1. მაშინ 0 რო გავამრავლოთ 1-ზე, რატო არ არის 1? აი, გეკითხებით რა, 0 რო 1-ზე გავამრავლოთ, რატო არ არის 1? და რატო ასახეს ესე რომ 0 რო 1-ზე გავამრავლოთ არის 0? Marino, შეგიძლია მითხრა? Aber 0 mal 1, ja? ხო. Das ist nichts mal 1, ist auch nichts. მაშინ ეგრე ვთქვათ, 0-ს მივუმატოთ 1 რა არის? Wenn du 0 hast 0 plus und 1 1 dazu tust, ხო. dann ist es doch 1. Ja, warum? Wenn nichts da ist Ja. und du tust 1 dazu, dann ist ხო. es 1. Und warum ist es bei გამრავლებაზე რა დააშავა? Weil du 0, also nichts mal 1 nimmst. Nichts mal 1 ist 0. მაშინ ვერ ვიტყვით მარინოს ეგრე. ნახე, wenn man 0 sagt, mal 1, 0 mal 1, ja? 0 mal 1 kann man da nicht aussprechen. ვერ გამოთქვა მაშინ, იმიტომ რომ 0 არ მრავლდება და არ იყოფა, ხო? Das ist nichts, ist es. მე გეტყვი რომ მრავლდება და იყოფა, იმიტომ რომ 0 მასაა. Was heißt denn? 0 არის მასა. 0 mal 1 ist dann wie viel? 1. როგორ? Oder was? 0 mal 1 ist 1, oder was? 0 mal 1 ist 1. Und warum ist dann 1 mal 1 auch 1? 1 mal 1 ist nicht 1. 1 mal 1 ist 2. იმიტომ რომ ის თავის თავს ამრავლებს. აი, კვერცხუჯრედი დაიმახსოვრე მარინოს, მომხედე, არ გაიცინო, მომხედე რას გეუბნები რა. ჩვენ ხო ერთად განვიხილეთ, როგორ ამრავლებს კვერცხუჯრედი თავის თავს, ხო? Eierstock. Wenn Eierstock, das Sperma bekommt, teilt sich. Ja? Teilt sich in 1. Ist das jetzt 1 oder ist es 2? 1 mal Ein 1. Prozess ist geschehen. Und ein Teil ist durch 2 gekommen. Ist das jetzt 1 oder 2? Wieso ist es doch 1 mal 1? Also 1. Ara. Wieso? 1 mal 1 ist 2. Nein. 1 mal 1 ist 1. ვერ გავიგე, ეგ არის გაყოფა. ეს გაყოფა არის, ეს გამრავლებაა. გამრავლება ის აი, ერთი თავისნაირი ამრავლებს. ერთი გავამრავლოთ 1-ზე, რამდენია ახლა? 2 თუ 1? 2 რამეს ხედავ თუ 1-ს? 1 mal 1. Wie viel ist es? 1 mal 1. 1 mal 1. 1 mal 1. Das ist doch nur 1. 1 mal 1. 1 mal 2. 1 mal 2. Ist 2.
მომიტანე ერთი ესეთი კი. Einmal zwei so gleiche. Kakeli da, Geil. აი უყურე, 3 კაკალი მაქვს. ერთი სივრცეში დავაყენოთ. ხედავთ ერთ კაკალს? კი. ერთი გავამრავლოთ ერთზე. რამდენ კაკალს ხედავთ? ორს ხედავთ თუ არა? ერთი გავამრავლოთ ორზე. რამდენ კაკალს ხედავთ? სამს ხედავთ თუ არა? ხო და მოკლედ ჩვენ გვასწავლიან ყველაფერს იმ სივრცეში როგორც გვასწავლეს, ხო, ოკეია რა, ანუ ვერ შეეწინააღმდეგე, ეგეც მუშაობს, მაგრამ ჩემი განზომილებიდან, დაკვირვებიდან, ხო, ეს სხვა სივრცეა რა, მე რასაც გეუბნებით. D'accord, einen Moment. Du versuchst mit Mathematik was zu erklären, was du gar nicht erklären kannst. დაანებე თავი თამარ დავიწვიცოდით არ ეს შენი საქმე. ბესიკ მე კიდე შენიცოდით დავიჭი რომ ვერ ხედავ იმას რასაც გიხსნი. ბოდიში რა ძალიან გაჭედილი ხარ ერთ სივრცეში. არა, თეორიულად ეხლა მე რასაც ვაპარაკობ, სიტყვის მეშვეობით მე გავმართე ის საკითხი რაც დამახინჯებული არის მათემატიკაში სკოლის სივრცეში. აი ნასწავლი აქვს ადამიანს რომ ერთჯერ ერთი არის ერთი, ერთჯერ ორი არის ორი, ერთჯერ სამი არის სამი. აჰა. მაგრამ როგორ შეიძლება ეს მაშინ სიტყვას უარყოფთ? იმიტომ რომ ერთჯერ ერთი არის ორი. თავი გააჯერა. ეხლა ერთჯერ ორი არის სამი, რამეთო თავი გააორა. ამას რატო გამოვრიცხავთ? ამ თავის პირველ საწყის რატო გამოვრიცხავთ? ემატება ორი, ერთს ემატება ორი, ხო? ერთჯერ სამი არის ოთხი, რამე თუ თავი გაასამა. მაშინ თქვათ, ნულჯერ ერთი არის ერთი. აი, ნულჯერ ერთი უკვე ერთია. იმიტომ რომ არ იყო და გაჩნდა. ეხლა ნულჯერ ორი ორია. ნულჯერ სამი სამია. იმიტომ რომ ნული არის არაფერი და ყველაფერი. შეუძლია გამოჩინდეს, შეუძლია გაქრეს. ხო? გერმანელები ამბობენ რომ ნული არ მრავლდება. ნურას უკაცრავად. ნული მრავლდება, იმიტომ რომ სიტყვაში უკვე არის დაშვებული, რომ ვთქვათ ნულჯერ ერთი. ნულჯერ ორი. ნულჯერ სამი. ნულჯერ ორი და ნულჯერ ცხრა. და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის თეორია, რომ ერთჯერ ერთი არის ორი. Wie kann einmal 1 2 sein? 1 durch 1 1 durch 1 ist 1. 1 durch 1 ist 1. Nachher 1 durch 1 ist 1. 1. 1 mal 1? 1 mal 1 ist 1. ეს აწავიდა. Es არ არის. Es რატო არ არის? Es 1. Schau mal. 1 mal 1. Schau mal. Erti kakali gaქვს, ხო? ხო. Du teilst es durch 1. ხო. Dann kommt 1 raus. Was ist, wenn du ein Kakali... Maschinen und wenn du ein Kakali durch 2 teilst, was kommt dann raus? 3. Wenn du ein Kakali durch 2 teilst, ხო. was kommt dann raus? 3. Kein halbes Kakali? Teilst. 1, ხო. ein Kakali. Teilst du durch 2. ხო. Also ganz normal, ja? Du teilst es hier durch 2. Was kommt dann raus? 1. Nein, ein halbes Kakali. Nachher, erti Kakali gaქვს, ხო? ხო. ერთი კაკალია და გაყავი თავის თავზე. Nein, wenn du dieses Kakali durch 2 teilst, was kommt dann raus? ნახევარი, ერთ ნახევარი. Ho, 0,5, genau. 0,5, ხო. მერე? Wenn du jetzt ein Kakali durch 1 teilst, was kommt raus? 0 Kakali. Nochmal, wenn du jetzt ein Kakali durch 1 teilst. ხო, ნული მოდის. არა. Ein Kakali durch 1 kommt ein Teil Kakali raus. აი, ახლა მინუსში გადახვედი. არა, მინუსში რა. ეს შეიძლება დაიყოს 10 ნაწილად. არა, მოიცა. აი, ნახე. Erti Kakali gaქვს, ხო? ხო. Und du teilst es durch 1. ხო. Wie viel Kakalis hast du dann? 0? არა, ნახევარი. 0,5 und 0,5. Wenn du durch 1 teilst. Ein Kakali durch 1. Wie viel Kakalis hast du dann?
არა კაკალი, სივრცე დაირღვა და გექნება Aber wenn du 0.5. ein Kakali durch 1 teilst, ja, wenn du ein Teil von dem Kakali willst, აუ, მარინოს ნახე, ეხლა უყურე რა. აი მოდი აქ ერთი წუთი. nee, არა, მათემატიკა. ერთი წუთი მოდი აქ რა. აი აქ არის არაფერი არ არის აქ დახატული, ხო? არაფერი არ არის. ხო. და იწყება ყველაფერი ნულიდან. აი გადავშალოთ და ნულიდან იწყება. აქ არაფერი არ არის. რა შეგვიძლია ვთქვათ? გამრავლება და გაყოფა შეგვიძლია აი ამ სივრცის მიხედვით ვთქვათ? არა, ხო? Es gibt gar nichts. Kann man irgendwas hier? Nein, jetzt kann man nichts teilen und nichts. Genau, 0 geht halt Gar. 0 geht eh nicht. Es არის სივრცე, არის არაფერი, ხო? არაფერი, აი არაფერი. ეხლა ნახე, არაფერი გადაიქცა ნულად. პლაზმა არის, აგერ ნული შეიქმნა, თქვა, სივრცე შეიქმნა. აი ეხლა შენ ამ სივრცეში შეგიძლია შემოიტანო 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. ხო? შეგიძლია შემოიტანო, ჩაწერო რაღაც. აი ამის გარე სივრცეში. იცი რა საერთოდ საინტერესოა. ხო. თუ 0 არსებობს ხო. საერთოდ. საიდან მოდის 1? ხო, ეგ არის საინტერესო. მაგას ვიკვლევ ეს ეხლა. საინტერესო, მაგას ვიკვლევ და ხო. მაგ ჭრილში ვიკვლევ მათემატიკას, გესმის? ხო, აი თუ არაფერი არ არის, ხო, თუ 0 საერთოდ არსებობს. თუ ნული არ არის, არც ერთი ასობგერა რა არის. არც ერთი ასობგერა და არც ერთი ციფრი არ არსებობს. თუ ნული არის, 0 არის 1-იც, 2-იც, 3-იც, 4-იც, 5-იც, 6-იც, 7-იც, 8-იც, 9-იც. Die 0 ist nur eine Krücke, ein Platzhalter sozusagen. ხო და მაგ პლაცჰალტას ვაჩენ ეხლა მე. თქვენ გააქრეთ. თქვენ კი არა იმ ვიღაცეებმა, ვინც საერთოდ აი ესე დაიწყო აზროვნება, einmal 1 ist 2. არ არის, ეს არ არის ეგრე რა. Einmal 1 ist nicht 2, einmal 1 ist 1. Einmal 1 ist 1. ხო და მაგას ვიძახი რომ დაკარგეთ თქვენ. einmal 1, აი თქვენ ამბობთ რომ einmal 1 ist 1, ხო? ხო. აი თქვენ ესე, მე ვამბობ einmal 1 ist 2. ეხლა einmal 2 ist 3. არა. შენ ამბობ einmal 2 ist 2. 1 plus 1 ist 2. კი, გასაგებია, აი პლუსები მერე დავწეროთ, მაგრამ ეხლა აი ამ განზომილებაში Einmal 1. Wenn du 1 hast und einmal mal nimmst, dann ist 1 kommt raus. Verstehst du? ჯერობა. Wie kommt aus 0 überhaupt irgendwas? Das verstehe ich nicht. Wie kommt aus 0? Wie kommt aus nichts irgendwas? Genau, აი ჯერობაზეა საკითხი, მიმატებაზე არ არის. მიმატება. Das ist eine gute Frage. Und da kann man mal nach. ერთი წუთი ხო და ვიკვლევ და დამეხმარეთ რა რაღაცნაირად. ნუ კი ნუ მეწინააღმდეგებით გამოვიკვლიოთ, იქნებ რაღაც საინტერესო სივრცეს ხვდები, კაცო. ვა, მეუბნები და მეწინააღმდეგები არა ეგრე არ არის. მე გასაგებია სკოლაში ვისწავლე მათემატიკა. ვისწავლე მათემატიკა სკოლაში და ვიცი. მიმატება არის ესე, გაყოფა არის ესე, გამრავლება არის ესე, მაგრამ ეხლა მე სხვა ჭრილში განვიხილავ. არ შეგიძლია რომ მომხვე? შეგიძლია რომ მომხვე თუ არ შეგიძლია რომ მომხვე? 1 mal 1 ist nicht 2, sondern 1. გეუბნები სხვა ჭრილში განვიხილოთ მეთქი და ერთი და იგივეზე რატომ ატრიალებ? კაცო, დროს კარგავ. ალაპარაკობ ჩემზე რა. ვილაპარაკოთ, ოღონდ ნუ შემეწინააღმდეგები, განვიხილოთ მეთქი, კაცო. განვიხილოთ. Ich sag doch nur was wie wenn man უნდა გიმტკიცო რომ ეს ესე არ არის მეთქი, კაცო. მე ვერ შემეწინააღმდეგები იმ სისტემას, რომელიც სისტემას თქვენ ჩაგიდეს ტვინში. მაგრამ მე შემიძლია შემოგთავაზო, მოდი აბა ესე განვიხილოთ, იქნებ საინტერესოა. იცი რა საკეთებ შენ? Du versuchst mit der Mathematik, die du ablehnst, was zu erklären. არა, არ მოარყოფ, არსებობს ეგაც. ეგ მოსაზრებაც არსებობს. Diese Sicht gibt auch. Aber es gibt auch andere Sicht, wo man mit 0 rechnen kann. Mit 0 kann man rechnen, klar. 1 plus 0 ist 1. Wenn du 1 hast und 0 dazu tust, bleibt 1 მე გეუბნები სხვა რამეს. 1 plus 0 ist 1. 1 mal 0? Wie viel ist 1 mal? ერთი გამრავლებული 0-ზე რამდენია? 0. რატო არის 0? რანაირად შეიძლება აი 0 არის რაღაცა სივრცე, ხო? და იმ სივრცეში არის 1. იცი რა, საერთოდ მომისმინე, აი წარმოიდგინე, ერთი სივრცე წარმოიდგინე რა. Stell dir mal eine Ort vor. Das ist 0.
Schau mal, diese ist hier 0. Schau mal hier. Oh, die Seite. აი უყურე, ეს არის 0. არის თუ არა რამე სივრცე? უკვე არის, უკვე არის. უკვე არის. ამას რატო უარყოფ? ეს არ არის 0, ეს არის უკვე 1. არ არის ეს 1, რანაირად არის 1? 1 კრუგი არის. მერე 0-ს არა აქვს 1 კრუგი? 1 არის გაშლილი სივრცე. 0 არის 1 კრუგი. ხო? ეს უკვე არსებულია. ეხლა უყურე, გეუბნები, einmal 0. რამდენია? შენ მეუბნები რომ 0 არისო და მაშინ ეს აწავიდა. ეს აწავიდა მაშინ გეკითხე, აი ეს რატო ვთქვი, რატო გამოითქვა და რატო დაიწერა აქ? ბევაიზმე, აი დამიმტკიცე რომ ეს რო დაიწერა და რო უარყოფ შენ ამას, ამის გამო, რატომ უარყოფ და როგორ და რა თვისებით უარყოფ? Die Null-Frage, die wird generell stark diskutiert. Ja? Was ist denn überhaupt 0? Und wieso rechnet man überhaupt mit 0? Ja? Die wird stark diskutiert, diese Frage. ხო და მაგას განვიხილავ და ნუ მე წინააღმდეგებით მეთქი, კაცო, ისედაც კვლევაში ვარ, ხო და ნერვები მაქვს დაძაბული. თქვენ კიდე ერთი და იგივეს მიმტკიცებთ. არა, ეგრე არ არის. გასაგებია, რომ ეგრე არ არის. მათემატიკა სკოლაში რაც ვისწავლეთ, იმის მიხედვით ესე არ არის, დებილობა და სიდებილია, რასაც ახლა მე განვიხილავ. მაგრამ მე ვამბობ, არაფერი არ არსებობს სიდებილე, არსებობს განზომილებები. Schau mal, weißt du, wie man hat angefangen Mathematik zu machen? Ja? Weißt du, wie man das angefangen არ ვიცი, არ ყოფილი ვარ, არ დავსწრები ვარ, როგორ დაიწყო მათემატიკა. Man hat angefangen, Mengen zu bestimmen. Ja? არ ვიცით, იმიტომ რომ მან რაც მოგვიყვეს, როგორ დაიწყო მათემატიკის სწავლა, ეგ არის სიდებილე. რატო აიცი სიდებილე? მათემატიკაც და ყველანაირი დამწერლობა მოგვიტანეს ჩვენ ანგჰელიოსებმა. ანგჰელიოსები იყვნენ სხვა განზომილების, სხვა სივრცის ხალხი, რომელსაც ადამიანები უწოდებდნენ ფრთიანებს. რატო უწოდებდნენ ფრთიანებს? იცი, დაფრინავდნენ. დღეს ჩვენც დავფრინავთ. Deswegen verstehen wir immer noch nicht, wo aus was ამიტომ 0 ვერ ვიტყვით რომ ადამიანებმა დაიწყეს აზროვნება ერთს მიუმატეს ერთი, დადეს ერთი ჭიქა და მერე მიუმატეს მეორე ჭიქა, ან ჯოხი, ან რა ვიცი, სახლი ააშენეს ერთი და ეს არ დაიწყეს ადამიანებმა ეგრე აზროვნება. ეს არის მატრიცა, რომელ მატრიცაშიც ჩვენ ჩაგვახედეს ანგჰელიოსებმა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შეგვეძლო გაგება. მაგრამ მე გეუბნები ახლა დღეს ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის დანახვა, ვიდრე 5000 წლის წინ შეეძლოთ ანგელოზებს ჩვენი ახსნა. ხო, ჩვენთვის აეხსნათ. რაც მაშინ გავიგეთ, იმაზე 50000 ჯერ მეტი გვესმის დღეს, მაგრამ ჩვენ დავრჩით ერთი და იგივე სისტემაში, რაც გვასწავლეს 50000 წლის წინ. ახარ განვითარდით. იმიტომ არ განვითარდით, რომ მოვერგეთ ამ სისტემას, ხო? რაღაცა მათემატიკა ვისწავლეს სკოლაში, აი ესეა მეტი არა. ეხლა მე გეუბნები, იქნება სხვანაირადაც არის, კაცო, და განვიხილოთ. Darf ich dir einmal was sagen? Kurz. Also, was du jetzt versuchst, du versuchst mit der Mathematik, die uns jemand beigebracht hat, die ja in deinen Augen falsch ist. არ არის falsch. Ich sage nicht, dass es falsch ist. Hör mal zu. არ არის ეს მცდარი, რაც გვასწავლეს. არის მხოლოდ ერთ ჭრილში განხილული. მე გეუბნები, არსებობს ამის გარდა კიდევ რაღაცა ჭრილები, რომელ ჭრილში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ იგივე ციფრებით სხვა განზომილებები. გინდა გერმანულად გითხრა ახლა რაც თქვი? Das ist nicht falsch, was wir in der Schule gelernt haben. Aber das ist nur ein Teil von diesem ganzen Universum. Es gibt mehrere, 10 so viele. Hör mal zu. Es gibt 10 unterschiedliche Sichtweisen, womit man rechnen und denken kann. Vor allem Eine haben wir in der Schule gelernt. Genau, nur eine Und die oder 9 drei, nicht. Die sind immer noch in der 3. Dimension, klaro. Deswegen Das sage sagt ich doch dir, gar keiner. kannst du das da auch überlegen, was ich jetzt sage? Nikolaus Ioani Rakcis, dediko gegоნება ის იყოს ახლა აქ. ნუ აჭრიალებ მაგას. არ შეუძლია ადამიანებს არ შეუძლიათ რა დავხურე წიგნი და აღარ შეგიძლიათ არ შეგიძლიათ ასე ვერ მომყვებით ამბობთ მე წინააღმდეგებით მე ვისწავლე მათემატიკა სკოლაში 1-დან 9-მდე გამრავლება გაყოფა და მიმატება გამოკლება ვიცი როგორი სისტემა არის მაგრამ მე ისიც ვიცი რომ ამ სისტემის გარდა იგივე ციფრებით იგივე მეებით კრიპტოგრამებით ფუფ რა ქვია მაგას Zeichen.
ნიშნებით შეგვიძლია სხვა განზომილებებიც განვიხილოთ. მაგალითად, განვიხილოთ ნულიც, როგორც მასა. ჩვენ განვიხილავთ ნულს, როგორც არაფერი. ვკარგავთ, 1-ჯერ 0 არის 0. რატოა 0 1-ჯერ 0? 1-ჯერ 0 არის 1. 1-ჯერ 2 არის 3. სიტყვების მიხედვით, ნახე, აქ არის ნომერების 1 და 2. ხო არის 1 და 2. ითქვა 1 და 2. თავის თავში 1 და 2 არის 3. აი გააკვირდი რა. ნახე. 1 და 2 არის 3. აი უყურე 1 გამრავლებული 2-ზე არის 3. ხო? 1-ს მივუმატოთ 2 არის 3. 1-ს მივუმატოთ არაფერში არ არის გაყოფილი 2-ზე არის 3. აი ამის მიხედვით ყველაფერი 3-ია. მაგრამ ამ სივრცის მიხედვით, ამ განზომილების მიხედვით 1-ჯერ 2 არის 2. 1-ს მივუმატოთ 2 არის 3. 1 გაყოფილი 2-ზე არის 0.5, ხო? აი ამ განზომილების მიხედვით სულ სხვა ციფრებია, კაცო და ეხლა კიდევ მეორეს დავუმატებ. ერთი გამრავლებული 2-ზე, 1-ს მიმატებული 2 და 1 გაყოფილი 2-ზე. ესენი არის ორივე 12, 12, 12. ეს კიდე სხვა სივრცეა. აი ეს სხვა სივრცეა, ეს სხვა სივრცეა, ეს სხვა სივრცეა. ესენიც არსებულა, ესენიც არსებულა, ესენიც არსებულა. ჩვენ მარტო აი სკოლაში, ხო? სკოლაში რაც გვასწავლეს, მარტო იმას განვიხილავთ, კაცო და ესენი საწავიდა ესენი. და ამის გარდა კიდე ბევრი რო არის. საწავიდა, აი 0 რატო არის დასაფიქრებელი 0 და რატო არის მნიშვნელოვანი 0 ქართულ ანბანში? გეტყვით ეხლავე რა. არსებობს 0 ქართული ანბანში? ციფრებზე. როგორც ჩანს სიტყვის დამკვიდრებას ყვირილი უნდა, ყვირილია საჭირო. ყვირილი რომ გააგებინო. ჰალო, აქა ვარ, აქ დამინახე. აბა სად არის 0? აქ ეს არის 0. 1 წუთი რა. რა არის 0 აქ? შეიძლება იცლებს. საწავიდა ხა ის. ამანდანზეა ხალხი საუბარი, ამანდანზე რა. მოვძებნი ეხლავე ბოდიში. ჯანი და ბანი მომცაო რა, იტყვის ამ დროს კაცი. ჯან და ბა, იცით რა არის მეგობრებო? ჯანი და ბანი. არ არის ეს ცუდი სიტყვა. კარგი სიტყვაა რო იცოდეთ რა. აი ახლა მე მჭირდება ჯანდაბა, ჯანი და ბანი. რომ გაგაგებინოთ რა სივრცეებს ხსნით ეხლა და თუ ჯანი და ბანი არ მაქვს, საერთოდ ვერაფერს ვერ გაგაგებინოთ, გესმის?
ერთი ვიპოვე, მაგრამ ის მეორე მინდა რომ ვიპოვო იქ კარგად წერია. აუ, რამხელა მაყვირეს რა. არ შეიძლება რომ ყვირილის გარეშე მოგვარდეს ეს ამბავი? შეიძლება რომ ყვირილის გარეშე მოგვარდეს? ჰა? თქვენ გეკითხებით, შეიძლება საერთოდ ესეთი რამეები ყვირილის გარეშე მოგვარდეს? როგორც ჩანს არა. ჩემს პრაქტიკაში ესეთი რამე არა. რაც არ უნდა წყნარად ვუხსნა, ადამიანი მაინც თავისას ერიკინება და სანამ ყვირილს არ დავიწყებ, არ დაიწყებს ხოლმე მოსმენას რა. Am Samstag, ja? Kommst du gesagt? Ja, aber nicht am Samstag, weil am Samstag bin ich billig. აი, მოდი ესე გაჩვენებთ რა. აი ესე იგი ქართულ ანბანში აუ ეს არ არის ის. აი გავანებოთ თან. აი ქართულ ანბანში ყველაფერი იწყება ნულით. ნული თუ არ არის, ვერ მივიღებთ ანს. რატო ვერ მივიღებთ ანს? იცით მეგობრებო? იმიტომ რომ არ გვექნება სიხშირე. ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ გამოითქვას სიტყვა, სიხშირე გვჭირდება. თუ სიხშირე არ არის, ჩვენ სიტყვას ვერ მივიღებთ. ვერაფერი არ იტრიალებს, არ დაიწყებს ქმედებას, ენერგია არ ექნება. ამიტომ სჭირდება მას ნული. და როდესაც ნული იქმნება, ხო? შემდეგ მასში წარმოიქმნება განვითარება. ანუ იწყება განვითარება. მაგალითად, წარმოიქმნება შემდეგ წარმოიქმნება ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ լ մ ն o p ž r s t u p k g q d ასე შემდეგ, ხო? უფონლინდე. თუ არ იქნებოდა სიხშირე, ჩვენ არ გვექნებოდა ამის საშუალება, რომ ჩვენ წარმოვთქვათ რამე ანბანი. მაშასადამე ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ნულმა რაც წარმოქმნა, ხო? 1 პირობითად. ნულმა რაც წარმოქმნა 1. უამრავი რამე წარმოქმნა, მაგრამ პირობითად ავიღოთ 1 ხო წარმოქმნა, 1 ანი. ჩვენ თუ ვიტყვით, აი, ეს 1 ანი გამრავლებული თავის თავზეო, ხო? თავის თავზეო, გამრავლებული თავის თავზეო, არაფერი არ არისო. გესმის, რას ვაკეთებთ? რაუმადურები ვართ, ხვდებით, ხო? ანუ წარმოიდგინე, რომ ქართულ მათემატიკაში რა შუაშია, მათემატიკამ გადაწყვიტა გეომეტრიული სივრცე დაარღვიოს. და როგორ ახლა? პირობითად გეუბნება კაცო ნული. ნულმა წარმოქმნა ყველაფერი და 1 გამრავლებული ნულზეო, ხო? თავის თავზეო. არაფერი არ არისო. 1 გამრავლებული თავის თავზე არაფერი არ არის თურმე. თურმე უჩინარი ყოფილა ეს, გესმის? როგორ აგიხსნათ რა? აი, ჩვენ თუ ვიტყოდით, რომ ნული გამრავლებული ნულზე არაფერი არ არის. კი, ეგ გეთახვებით 100%. იმიტომ რომ ნულს შეუძლია გამოჩნდეს, შეუძლია უჩინარი გახდეს. ნული გამრავლებული ნულზე არის ნული. ეს ნული რაღა არის? ამას ქვია, ამ ნულს ქვია კაკალი, კალამი, ჭიქა, თუ რაც ქვია, ეს და აი რაც კი ფორმები და მასები არსებობს ამ დედამიწაზე შექმნილი ადამიანების ჩათვლით, ნული არის ის.
ნებისმიერს აქვს მიცემული ძალა ნულიდან. და თავისი სახე აქვს წარმოჩენილი, გესმის? თავისი სახე მიიღო ყველაფერმა. იმიტომ ქვია მას არაფერი. ის არაფერია, მაგრამ ფერების მიხედვით დაყოფილი არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ. ეს ყველაფერი შეიძლება ფერი წარმოვიდგინოთ წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი, ასე შემდეგ, მაგრამ შავი ფერი არ არისო იძახიან, მაგრამ ფერში შეგვიძლია ასევე წარმოვიდგინოთ ყველაფერი, რვეული, ჭიქა, კალამი, კაკალი, იოგურტი, ეს ფერებია, ეს ყველაფერი თავის სახეს იღებს. ოღონდ იღებს რისგან? ნულისგან. რაც მანამდე არ ჩანდა. ანუ რაღაცა არ ჩანდა და გამოჩნდა. აი, ქართული ამბანი სად არის, კაცო, მოდია. გამოჩნდა და ნახეთ რა ფორმა აქვს ჩინს. გამოჩნდა რაღაცა. აი რა არის ახლა ეს? რატომ მისცეს მაინც და მაინც ამის ფორმა, რაც გამოჩნდა, ხო? აი აქ საწავიდა ნული. აქ რატო დასვეს ნული, ვთქვათ? ის ძილიო, გეუბნება. ის ძილი. ინის ძილი. ნული რატო დაასვეს აქ? მაგალითად, აი აქ ამ სივრცეში ნული დაასვეს აქ, მაგალითად. ნული დაასვეს ურფონლის, ხო? ჰაი ჰოი ურფონლი. აი ეს ახლა არის მატრიცა, რომელმაც აი ვინც შექმნა, მე მგონი ლატარიამ, ნუგზარ ლატარიამ თუ ვიღაცამ შექმნა ეს ცხრილი. თუ ეს ცხრილი შექმნა, მოიცა? აი ეს შექმნა ნუგზარ ლატარიამ. აი ეს ნული დაასვა ის ძილს. მაგრამ აი ამ ვიღაცამ მოცემული ქართული დამწერლობის სამი ანბანი ასოთული ნუსხა ხუთსურის მიხედვით, მაგრამ არ წერია ვინ შექმნა ეს. ამ ცხრილში ნული დაასვეს ჰაი ჰოე ურ ფონ ლის. ჰოე ური ფონი და ლის. ეხლა მე კიდევ სხვა ფორმატს გაჩვენებთ ქართული ანბანისას, რომელიც დაასვეს იმას. აი აქ საერთოდ როგორი ცხრილი გააკეთეს, კაცი შვილმა არ იცის. აი აქ მცდელობები იყო, რომ ეს ასობგერები თავის ადგილებზე ჩაესვათ და ვიეს ვერ მოუძებნეს, არც ერთი რიგითი და რიცხვითი არ მიეკუთვნა. აი აქ კი ეს იგივეა, რაც წეღან გაჩვენეთ. აი აქ მაგალითად ეს მე გავაკეთე და აქ ნული საერთოდ არსად არ დომინირებს. მხოლოდ აი ამებში ჩავს ნულები, იმიტომ რომ ნულები არის განვითარების ეტაპები, რომელიც გასავლელი გვაქვს ჯერ კიდევ. აი ეს საფეხურები ჯერ გავლილი გვაქვს ყველა, ეს საფეხურები ქორონიკონის მიხედვით ანიდან ლიმდე გავლილი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განები განვითაროთ, ანუ განები ვმართოთ კიდევ 1, 2, 3, 4 და 5 განის მიხედვით რა. 5 ნულის სივრცე დაგვიტოვა ჩვენმა ანბანმა. და აი ესენი არის ის სივრცეები, რომელიც ჭრილშიც უნდა განვიხილოთ კიდე თითოეული ასობგერა. კიდევ არის აი ესეთი ფორმატი.
ნულში ზის ჰოე ური ფონი და ლი და აი ესე მიმდინარეობს ანიბანი განთან მერე ჩამო ინი ჟანთან რაე შინთან და ჩინი ჰაესთან ხო მაგრამ როგორც უკვე გითხარით რა ეს იცით რეებია მეგობრებო ეს არის სწორედ ის დარღვეული სისტემა რომელიც დარღვეული სისტემის მიხედვითაც ყველა პლანეტამ თავის ნებაზე დაიწყო სიარული მხოლოდ მზე და მთვარე არ გადასულან მზე და მთვარე ეხლა ჩვენ ვიცით რომ ონი არის მზე აი აგერ ჩვენ ხედავთ ონი არის მზე აი აქ ონი ესე გამოიყურება უნი გამოიყურება ესე. აი ახლა ესეც გასარკვევი გვაქვს ჩვენ. ონი აქ მარტო გამსვლელი კარით არის, მაგრამ ამაში არის შემსვლელი და გამსვლელი კარით. ეხლა ნახე. ზაწავიდა ის მეორე. აქ საერთოდ არ არის მრგლოვანი. ეხლა რომელია? ეს არის უნი რომელიც მხოლოდ გამსვლელი კარით არის თუ ეს არის ონი ესე უნდა იწერებოდეს თუ ესე უნდა იწერებოდეს ამაში უნის ეს გამსვლელი კარი აქვს მაგრამ შემსვლელი კარი არ აქვს აი აქ ვიღაცამ შემსვლელი კარით დაუწერა გესმის ხო ვიღაცა გონიერმა ეტყობა შეაღო ეს ონის კარი აქ უნიში კიდე ვიეზის ამას თუ შემოატრიალებ 90 გრადუსით 40 გრადუსით თუ რამდენ გრადუსით შემოვატრიალე ახლა ეს მარინუს 90 გრადუსით ტრიალი მინდა ვიხილო როგორია 90 90 Grad Sophie Also wenn es gerade ist Ja, Das- mit Uhrzeigersinn oder mit Uhrzeigersinn? სულ ერთია ხო, ეს იყო. აი ეს არის 90 გრადუსით ტრიალი აი ეს უნი შემოვატრიალოთ 90 გრადუსით სხვათა შორის სმაილებს რო ხატავენ ხოლმე აი ეს როგორ სმაილს მოგაგონებთ აი აქ რო დაუხატოთ თვალები რას შვება დედიკო ეს სმაილი შეგიძლია მითხრა ენას ყოფს ხო აქ რა აქვს ეს რა არის თმა თუ რქა ერთ რქიანი ენა გამოყოფილი ხო მოდი წაუშალოთ ახლა ეს საწყალი სმაილს აჰა კაი შემოვატრიალოთ ისე აი ეს უნი და ეს ონი გავარკვიოთ ახლა აქედან რომელია მთვარე და რომელია მზე ჩვენ ვიცით რომ ონი არის მზე უნი რაღა არის მაშინ მთვარე რატომ უწოდებს შეთავსებელი ვეფხისტყაოსანში ქალს მთვარეს და კაცს მზეს სავარაუდოდ იმიტომ რომ ხმაურია დედიკოც იმიტომ რომ კაცი მზე არის და ქალი მთვარე რატო არის ქალი მთვარე გინდა გითხრათ რატო არის ქალი მთვარე ჯერ ეგერთიც ქალს ენა აქვს წაგრძელებულიო ხო იძახიან კარგი იყოს აჰა ენა აქვს წაგრძელებული მაგრამ აი ეს თვითონ შიგნით რაც არის ეს არის ვიე აი ეს არის ეს ვიე ესე ქვია ეს არის ვიე აი ეს კარი რომელშიც უნდა შევიდეს ფარი ხო მივდივართ უკვე სვანეთში მიცემული კულტის ფალოს და ვარდის ანუ ვლადის სიმბოლოებთან ფალოსი რომელიც ვარდთან არის სიახლოვეში ეს არის განაყოფიერების სიმბოლო უნიში შემსვლელი კარი არის ის სიმბოლო რომელიც შობს ვინს
ვიეს. ვიე იგივე ვინია, იმიტომ რომ ი არის ინი. ვინი ენი. ხო, დაგიწეროთ? მოდი დაგიწეროთ, რომ გაიგოთ კარგად. ნახე? ვიე რას ნიშნავს, იცით? ვიე. ვ თავის თავში ვინია, ი თავის თავში ინია და ე თავის თავში ენია. ე უდრის ენს, ი უდრის ინს და გამოვიდა რა? ვინის ენი, ხო? ვინ ინ ენი. მაშასადამე სიტყვა ვიე ხსნის ვინინ ენს და ν როგორ იხსნება? ნს ხო ნარიქვია. ვინ ინ არის ენიო? ვინ ინ არის ენი? ანუ ვინ არის ენიო, გესმის? იგივენაირად გამოდის, რომ ენი არის ვინი, ანუ პიროვნებაა. პიროვნება არისო, გესმის? ოსვნება არის. არის თუ არა ოსვნება? აი, უყურე რა, თავის თავში როგორ ამოხსნა ეს რა არის? ოსვნება არ არის გამოყოფილი ენა? პიროვნება არისო, გესმის? მაშასადამე აი ეს ნაწილი ო სიმრგვალეა, ხო? ონია. პიროვნება არის ენა და ასევე არის განაყოფიერების პირველი ენერგეტიკული ველის კარი, სადაც წარმოიშობა პიროვნება. თავის თავს ახსნის თუ არა პირველი და მეხუთე ენერგეტიკული ველი ერთმანეთში? არის თუ არა მსგავსი? არის თუ არა ორი თევზი, რომელიც თუ თევზი ქვემოდან მაღლა მიდის, პირველში მიდის და თუ პირველიდან დაბლა მიდის, ნულში მიდის, სადაც იშობა, ხო? ამიტომ არის, რომ ეს თევზები სიმბოლო იყო ქრისტესი, რომელიც ტრიალებდნენ. ერთი და იგივეა. პირველ ენერგეტიკულ ველს, სადაც იშობა, საიდანაც იშობი პიროვნება, კავშირში არის თუ არა პირთან, რომელიც არის ოვნება, რომელიც ენასთან კავშირშია. მაშასადამე ონი ორ დატვირთვას ატარებს თავის თავში. არის პირველი ენერგეტიკული ველიც და მეხუთე ენერგეტიკული ველიც. საინტერესო რა არის, იცით? მეხუთე ასობგერა არის ენი. განახოთ? მეხუთე ასობგერა არის ენი. თუ პირველ ენერგეტიკულ ველში, ანუ საშოში, საშვილოსნოში თავსდება ეს რვადი, რომელიც უნდა შევიდეს ფალოსი და დაიწყოს იქ განხორციელება რაღაცა პიროვნებამ და ვიღაცა პიროვნებამ, მაშინ მასში შესაძლებელია იგივე ენა გადმოგდებული აქვს, რომ ვთქვით, ხო? მასში არის კვლავ ენიც მოთავსებული, რომელიც სიტყვა ვიეს მეშვეობით იხსნება. ეს არის ვიე. მრგლოვანში ესე იწერება, ასომთავრულში ესე იწერება და ნუსხა ხუცურში ესე იწერება და განმარტება მისი არის ვიე. ვიე კი თავის თავს ხსნის, როგორც უკვე ვნახეთ, ვინ არის ენიო. და ეს არის ინის ენიო, იმიტომ რომ წერია ვინ ინ არის ენი. ინზეა საუბარი. ვინ ინ არის ენი. ვინ ინ არის ენი. აი კითხვასაც სვავს და პასუხსაც სცემს. მაშასადამე გამოდის, რომ აი ამ უნმა შეიძლება მამაკაციც გააჩინოს და დედაკაციც, ანუ ენერგეტიკულ ველში მისგან შეიძლება გამოვიდეს მამაკაცი პიროვნებით და დედაკაცი პიროვნებით. ამას განსაზღვრავს უკვე სხეული, რომელიც გამოჩინდება ბარო იშვება მაშინ, ბავშვის დაბადების დროს. ეხლა უკვე ულტრასხივებით მუცაშიც კი ხედავენ ბიჭია თუ გოგო, მაგრამ როდესაც იშობა პიროვნება,
მას სხეულის მიხედვით ექნება განსაზღვრული, რომელი თვისება აირჩია აი ამ სივრცემ, იმ ვინმა, რომელი სივრცე აირჩია, უნდა იყოს კაცი თუ უნდა იყოს ქალი მატერიაში. თორე პირობითად ამ სივრცეში ჩასახული ნებისმიერი ენერგია პიროვნება არის. პიროვნება. ვნებასთან არის კავშირში, გესმით? და რის ვნებასთან? ონის ვნებასთან. ონი რა არისო? სხივი, სივრცე, მზე, სადაც სინათლეა. დაბადებიდან ადამიანი არის მიდრეკილი სინათლის ხილვისკენ, იმიტომ რომ მას ეწოდება პიროვნება. და შეუძლია პირის მეშვეობით და პირის აპარატით გამოთქვას თავისი სინათლე. რა სინათლე მოიტანა მან ამ მატერიაში. თუ ეს პირი გაქვს და არ იყენებ, ჩათვალე რომ შენს მისიას ვერ ასრულებ, მაგრამ თუ ეს პირი გაქვს და იყენებ, კი არ იყენებ, მიმართავ მას რომ გამოთქვა ის სინათლე, რაც შენში ჩადო იმ რაღაცა მოქმედებამ, რაც აი ამ ხელა პროცესში გაგავლენინა, ხო? ჯერ ჩაგიყვანა უნივიეში, მერე გამოგიყვანა, მერე პიროვნება მოგანიჭა და შენ ამას არ გამოთქვავ? ხო? და ჩვენი რა არის, აბა? ჩვენი რა არის? ჩვენია. ანუ ჩუმად იყავიო, გესმის? ჩუმად ენა რო გაჩუმებენ თან. რატო გაჩუმებენ? აი დღეს იყოს შენ არ ჩუნებაზე იყოს საუბარი. შენ არ ჩუნება. შენ არ ჩუნება. ჩუნება რა არის? რომ ჩუმად იყო. რატო აჩუმებენ? ვინ გითხრათ რომ უნდა გაჩუმდეთ? ვინ გითხრათ რომ უნდა გაჩუმდეთ? ვინ დაგაპროგრამათ ესე? რაღაცა სისტემამ, ხო, რაღაცა თავმა. აი მაგალითად დღეს ახლა მე და შემა მეუღლემ კიდევ მეორედ ვიჩხუბეთ რომ მომისმინე მაგის დედავატი რაღაცას გეუბნები, ხო? ნუ მეწინააღმდეგები, მომისმინე. იმისათვის რომ მე ვიღაცას გავუგო, ან უნდა მოვუსმინო, ან უნდა დავაწერინო და წავიკითხო მისი. სხვანაირად ვერ გავიგებ იმაში რა სინათლეა, კაცო. მე კი ვასწავლე, აი, ჩემ შვილს ვასწავლე რომ დედიკო ამას ქვია კაკალი და მეუბნება ეს ჩემი შვილი, არა, დედიკო ამას კაკალი კი არ ქვია, ამას ქვია ტუტუტუ, რაღაცა სხვა, ხო? და მეუბნება, არა შვილო, ამას კაკალი ქვია, ესე დავარგვით. არა, დედა, მე გეუბნები რომ არ ქვია ამას კაკალი, ამას ქვია სხვა რამე, მეუბნება შვილი და მე მეუბნები არა ქვია ესე. ვინ დააწესა რომ ამას კაკალი ქვია? შეგვიძლია დავადასტუროთ რომ ამას მართლა კაკალი ქვია? თუ შეგვიძლია რომ დავადასტუროთ, სადღაცა უნდა ეწეროს გეგმა მაშინ რა, გეგმაში უნდა ეწეროს რომ ამას იმიტომ დაერქვა კაკალი, რომ აი ესე გამოიყურება, კ-მ გამოხატა თავისი თავი კ-ში და მერე დაემატა ლი. ამ პროცესს აი ესეთი ფორმა აქვს, ამ ფორმას ქვია კაკალი. აი ეს ვითარება უნდა იყოს აღწერილი სადღაც რა. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ქართულ ანბანში შემორჩენილია ესეთი სიტყვა. ასობგერა ნ თავისი თავი გამოამჟღავნა ყვავილში, რომელსაც ქვია ნარი. და ასობგერა ნს 40 გრადუსიანი დატრიალებით ჩვენ დავინახეთ ნარის ფორმა. ნარი, აი აიღეთ, დაგუგლეთ რა არის ნარი, რომელი ეკალნარი არის. და დავინახეთ რომ ასობგერა ნს ტრიალმა 90 გრადუსით, უпростоრეთ 40 გრადუსით მიგვაღებინა ფორმა ნარის. ანუ სიტყვაში შემორჩენილია, ფორმაში შემორჩენილია მისი ამ ასობგერის ტრიალი. იმიტომ გამოჩინდა ფორმაში, ანუ მატერიაში გამოჩინდა, ის თავისთავი ანახა. მის მატრიალმა ისეთი ფორმა წარმოქმნა, რომ ყვავილის ფორმა მიიღო და ამ ყვავილის ფორმა აგერ ჩვენ გვაქვს ბუნებაში და მას ქვია ნარი ქართულად. ანუ ჩვენ აქედან შეგვიძლია უკვე დავადასტუროთ ის, რომ არსებობს ამა თუ იმ საკითხს, რაც ეწოდება მისი ტკიცებულება, რომ ესე ეწოდა მას.
ან თუ ესე არ ეწოდება, მაშინ შეცვლითი ფორმა აქვს და გამართვა სჭირდება მას. გამართვა ხდება აი აქედან. და ეს ანბანის გასამართია თვითონ გესმის და ეს რას მოგვიტანს ახლა? აი თქვათ კითხვა ისმის რომ კაი, თქვათ გავმართეთ ქართული ანბანი. აი რა, მერე რა, მაინც ესეც ხო არსებობს დედამიწაზე და ისიც არსებობს. იცით რას მოგვიტანს მეგობრებო ეს? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომელი ფერები გამოჩნდება კიდე დამატებით ზეცაზე და რომელი ფორმები აღმოცენდება დედამიწიდან. როგორ შეიცვლის სახეს და როგორ დაიბრუნებს ყველაფერი თავის სახეს. გაიხსენეთ ურჩხული და მზეთუნახავი. როგორ დაკარგული აქვთ აი ამ ურჩხულსა და მის ხლებლებს თავიანთი ფორმა, ზოგი ჩაინიკად არის გადაქცეული, ზოგი ფინჯანად, ზოგი ურჩხულად და ამ გოგოს გამოჩენა, ამ მზეთუნახავის გამოჩენა როგორ გადააქცევს ისევ მათ თავის ფორმებს როგორ დაუბრუნებს. ერთი და იგივე სისტემას გვიხსნის, იმიტომ რომ სულიწმინდა, რომელიც დასახიჩრდა სხვადასხვა მიზეზების გამო, გაიფანტა ხელოვნებაში. ხელოვნება არის ყველა ზღაპარი, ყველა მოთხრობა, ქანდაკება, ლექსი, სიტყვის მეშვეობით რაც მოვიდა ჩვენთან, ყველა არის სულიწმინდის ნამუშევარი. არა იქ პეტრე პავლე და იქ შექსპირი და ისინი შოთა რუსთაველი გადაგასციეთ გვერდზე, ყველა ნაგავია. სულიწმინდის ნაწერია ეგ, ყველა ნაშრომი. იცოდეთ რა, აი ეს ყველაფერი სულიწმინდის ნაშრომია. უბრალოდ გამოვლინდა ხან შოთაში, ხან შექსპირში, ხან თამარში, ხან ნინოში და ასე შემდეგ. და ეს გამოვლენილი რო დავინახოთ ერთბაშად, რას გვეუბნება და რა მესიჯს გვაწოდის, ხო? ამისათვის უნდა გქონდეს გახსნილი გონება და ერთ ჩარჩოში არ უნდა იყო მოქცეული, აი სკოლაში ესე ვისწავლე და ეგრე კი არ არის, აი ესია და მიმტკიცო ერთი და იგივე და თავი ამთხილო ამ ერთი და იგივეს. რომელიც არაფერს არ გაძლევს გარდა ფულის თვლისა რა. არაფერს არ აი ეს მათემატიკა რაც სკოლაში ვისწავლეთ, გვაძლევს მხოლოდ ფულის თვლის მეთოდს, მეტი არაფერი. მეტს არაფერს. მაგრამ ამის იქით რომ კიდე სხვა მეთოდები არსებობს, რომლითაც ტესლა იკვლევდა, რომლითაც პითაგორა იკვლევდა, რომლითაც სხვა მეცნიერები იკვლევდნენ, აი ის ჩვენ ყურამდე და ჩვენ თვალამდე ჯერ არ მოსულა ნორმალურად, იმიტომ რომ მაგის დროსაც გაგწადი გოგო იმუშავე, ფული გაქვს მოსატანი, თავანი გაქვს ჩასაბარებელი, ესმის? ამიტომ გოგო წადი შვილებს მოუარი რა, აი ესე გეტყვიან ხოლმე უვიცი ხალხი და გაგაჩერებენ ხოლმე იმ უვიც სივრცეში, სადაც არიან გაჭედილები თვითონ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმდენი რაღაც გვაქვს გამოსაკვლევი და იმდენი რაღაც გვაქვს გასამართი, რომ იმის დროს სადა გვაქვს ჩვენ რომ იმ მუცლისთვის ვიმუშაოთ, მაგის დედავატირე და ხვალ წავიდე სამუშაოზე, მოვიდე სახში, მკვდარივით, ვეღარაფერი ვეღარ გავაკეთო, მე ისევ წავიდე და ან რისთვის მომდებით, ხო? გავარკვიოთ, რომ მაგის რა ფორმა ქონდა ამ ყველაფერს, ხო უნდა გავიგოთ. აბა ვისველოდებით, ღმერთის მოსვლას რო ველოდებით, თქვენ გონია ღმერთი მოვა ისე თავისით? სხვათა შორის ეკითხვა დამისვეს, რომ მეორეც მოსვლა ჩვენზეაო, ჩვენ ნებაზია დამოკიდებულიო და კი, მეგობრებო, კი. მეორედ მოსვლა არის მაგაზე დამოკიდებული, შენ რამდენად დაინტერესებული ხარ, ფულით ხარ დაინტერესებული და კუჭით, თუ ამ საკითხებით. შენ თუ ამ საკითხებით არ ახარ დაინტერესებული, ხო? ამ საკითხებით არ ახარ დაინტერესებული, ღმერთი როგორ მოვიდეს შენთან, ხალხო? ღმერთი იცი ვინ არის? ღმერთმა შექმნა ეს სისტემა რა. მერე მოვიდა რაღაცა სისტემები, რაღაცა ის მოხდა, დასახიჩრდა ეს და დავკარგეთ ღმერთი, ხო? რაღაცა ნაწილობრივ ვიცით აქა-იქ რა არის ღმერთი. აგერ გაქვს ყველაფერი გამოიკულიო რა არის ღმერთი. ანი და ჰოევა რო გეუბნება. და შენ გეშინი ამ სივრცეში ჩახედვის, ამის გამოკვლევის,
აგერ ილია მეორე ცოცხალი არის რომ ილია მეორე თავიდან ბოლომდე მკვდარი იყო და მკვდარია დღესაც 48 წელი იყო კაცი ამ სივრცეში და ეს ვერ გაიგო რა არის ხალხო და ხალხს ვერ გააგებინა თავის ყავს რა არის ეს ანი და ჰოე რა არის და რატო იძახის ქრისტე ანი და ჰოე ვარო მაგრამ სამაგიეროდ გაიგო იცით რა რომ ღმერთს ორი სახელი აქვს ელ იახვე თურმე ეს გაიგო კარგად და ეს ვერ გაიგო რომ ქრისტემ თქვა ანი და ჰოე ვარო ჩამოიხედე თამაშიო ხალხო ჩვენ თუ ეს არ გავმართეთ ვერასდროს ვერ გახდება ურჩხული პრინცი და ჩაინიკი მისი მსახური ვერ მიიღებს ჩაინიკი ადამიანის სახეს ის დარჩება ჩაინიკად და ურჩხული დარჩება ურჩხულად ოღონდ ჩვენ თუ ეს გავმართეთ ურჩხული გადაიქცევა პრინცად მისი ჩაინიკები და ის შანდალი და ყველა იქ დანარჩენი რომ დარბიან და ცდილობენ რომ ამ კაცს გააგებინონ ეს გოგო მნიშვნელოვანია ამ ურჩხულს რომ გააგებინონ დარჩებიან იმათ რაც პრინციპში არ არიან მაგრამ უწევთ იმის თამაში მარიამი წერს თამარ გაიხარე კიდევ ერთხელ დიდი მადლობაო რამდენად გიყვარს უფალი მაღაზია დამოკიდებული მეორედ მოსვლა რამდენად გიყვარს აგერ შენი საქმეებით აჩვენებ შენი საქმეებით თუ დღეს მიდიხარ სამუშაო და დაღლილი მოდიხარ ისე რომ ეს არც კი იცოდე და ვერც ცხოვრებაში ვერ ისწავლო აჩვენებ ღმერთს მაგითი რომ შენ არც მიყვარხარ ვერც გხედავ საერთოდ მე აგერ ფულისთვის უფრო დავრბივარ რომ კუჭი ამოვივსო ვიდრე უფლისთვის ვმუშაობ რომ გონება გავიხსნა გან ვითარდე გან ვითარდე ხო განი გავა ვითარო გავმართო გან ვმართო გან ვიღმრთო გან თავისუფლდე აი ასე მეგობრებო რა ვიცი ყველაფერია ამენაში ამინ ამენით ამენს ტყუილად არ ვამბობთ ხოლმე ამ ენით იხსნება ეს ყველაფერი ამ ენით ამაში მთელი ინფორმაცია მოცემული გვეუბნება ანბან განდონ ენი ვინ ზენთან ინი კარ ლასმან ნარ on par jan rae santar uni par kan ghan qan shin chin dziltsil char khan აბა ეხა ჰემერვებით წავიკითხოთ an ban gandon eni vin zen he თან ინკან ლასმან ნარ ие on par jan rae santar un parkan ghanqar shinchintsan dziltsil ჭარხან ხარჯან ჰაე ჰოე ური ფონი ლი აი ახლა მე როგორ კითხულობ იცი როგორც აი პატარა ბავშვი რო იწყებს და მე სიტყვას უდ გამართოს ეს დამწყებით ფორმაში ვარ მეგობრებო მე არ ვარ ახლა ისეთ ფორმაში რომ უკვე განუღრთობილი ვიყო და იქიდან გელაპარაკებოდე და ეხლა რაც წაგიკითხეთ ეს არის უბრალოდ მცდელობა იმის რომ გავიგო რას გვეუბნება ეს ანბანი მაგრამ მე გავიგე აქამდე ნახე ანბან განდონ ანბანი რომ გაგანდონო ანუ ანბანი რომ განდონო ენი ვინი ზენჰე ენი რომელიც ზენჰეთან ინკან ლას მანიო ინკან ლას ინი და კანთან არის საკითხი ინი კან ლას მან ნარიე ნარ იეონ არჟან რაე სანიტარ ნარი იეონ
იონებზე არის საუბარი. ხო, დედიკო გესმის, გავრეკე მე უკვე ისა რა ქვია, იმდენად შევიჭერი ამ მატრიცაში, რომ ძალიან მაინტერესებს, ხო? აბა მითხარი რა გინდა რომ მითხრა? ყველაფერი ტყლაპი რატო შეჭა? არ შევჭამე ყველაფერი ტყლაპი, დედიკო, აქ იყო და კიდე იყო და კიდე ორი ცალი იყო და მოძებნე, სად არის? ინკანლასმანი, ინკანლასი, მანნარი იონ პარჟანრაე, პარჟანი, რაე სანიტარი, უნი ფარქანი, ღანიყარი, შინჩინი, ცანი. აი აქედან უკვე მესმის, აი ეს ნაწილი არ მესმის რა. აი ეს მეორე სივრცე არ მესმის, ნახეთ. აი ეს სივრცე ცოტა გაუგებარია ჩემთვის, მაგრამ დანარჩენი სივრცე არის როგორ ნახე პირდაპირ მეგობრებო, ანბან განდონ. ენვინჰე ზენჰე თან ინკანლასმან ნარ ие он პარ ჟან და მე მეგობრებო რაე სანიტარი უნი ფარიქანი რაე სანიტარი უნი ფარქანი ან რაეა სანიტარი ან კიდე რამე თუ სანიტარი უნი ფარქანიო ფანქარი არისო რა აი როგორც გითხარით რომ სანიტარი არის ფანქარიო დაწერ წაშლი რაღაც არ მოგეწონება წაშლი აი ის ვერსია არ მოერგება წაშლი თქვა ფანქარი არის სანიტარი ხო თქვა გამწმენდი ამ ყოლაფრის უნი სანიტარი ფარქან ღანი ყარი ღანი და ყარი რაღაცის ღანის შეყრა არის ერთმანეთთან შინ ჩინი ცანიო შინ ჩინი ცანიო ანუ შინაგანში უნდა გამოჩინდეს ცანი და ცნო რომ ძილწილი ჭარი ხანი ხარ რომ ძილი წილი ჭარი ხანი ხარო დაკარგულია ეს ინფორმაცია ჭარი რა არის არ ვიცით ხო ჭარი შეიძლება კიდევაც არის ტყავი თურმე გველის ტყავს ჭარს უძახიან სხვანაირად რომ ძილწილიო შესაძლებელია ესეც ვიგულისხმოთ რომ ძილში ხარ და რაღაცა ნაწილის ტყავის წილი ხარო ძილწილ ჭარხან ხარ და მერე მოდის უკვე ჯან არის ჰაენი რო გავშალოთ ჯანარ ჰაენი ჰოე ური ფონილი ური ფონილი შეკვეცილად არის უფალი ჰოე უფალი ქრისტე ამბობს ანი და ჰოე ვარო ხო ანი და ჰოე და შემდეგ უფალი ქართული აი ეხლა ამ მონაცემებით თუ კიდე შეკვეცილი არ არის და 40 ზოგიერა იყო თავიდანვე რაც მეეჭვება შესაძლებელია რომ იყო უფრო მეტი და პირდაპირ საუბრობდა რაღაცა ამბავს ყვებოდა შემდეგ აი ეს ამბავი ესე შეკვეცეს და რაღაც ნაწილები გვესმის ეხლა რა რომ აი რაღაც ანბანთან არის კავშირში განდობასთან არის კავშირში ზენთან არის ჰესთან არის კავშირში რაღაც ფანქართან არის კავშირში ძილწილჩინთან არის კავშირში ძილთან ჭილ ხო ადელი ახლა დალია და საბოლოოში უფალით ბოლოვდება ეს ყველაფერი მაგრამ წარმოგიდგენიათ შენ რომ გქონდეს სრულყოფილი ვერსია ხო
ამ ზღაპრის ერთ-ერთი რაღაცა მოყოლილი ამბავია. ჭარმაგი ანუ მოხუციო. ჭარხან, ჭარმაგი ესე იგი მოხუცია? ანუ დროსთან ისევ კავშირში დროსთან არის რაღაცა სიბრძნესთან დროსთან, გამოცდილებასთან არის ეს ჭარი კავშირში. ჭარი და უკნიდან რომ წავიკითხოთ ჭარ და რაჭ გამოდის, ხო? რაჭ ჭარ. აჭარა და რაჭა. ანუ აჭარა, რაჭა. ვიცოდი თეთრი შოკოლადი როი. არის ჭარი მეგრულად არის წრეო. მაშინ თუ ჭარი მეგრულად წრე არის, ამ წრის წილი ხარო, გესმის, გეუბნება შენ. ჩინცან წილ ჭარ ხან ხარ. ამ წრის ხანი ხარო. ხანი, ღანი არის დროის აღნიშნული სიტყვები. იმიტომ რომ რა ხანია გელი, გავიდა ღანი. წრე არა, წერეო, მოიცა? წერეს ნიშნავს ჭარ? მაშინ რასაც წერის ხარო რა. იმიტომ ფანქარი გჭირდება რომ რასაც წერო წაშალო ის გააქრო კიდევაც თუ არ მოგეწონა. ეხლა კიდე ბევრი რაღაცები გამიხსნა, მაგრამ რა ენაზე არის? წრე არა, წრე. მატინა, რა ენაზე არის ეგ მეგრულად? ეხლა კი წავიკითხე და უსმე თავიდან ამომივარდა. მეგრულად. ჭარი მეგრულად არის წერე. ჭარი მეგრულად არის წერე. ესე იგი, ცან ძილ წილ წერე ხან ხარ. ჯან და წერეო რომ ხარო. ჯანი, ჰაი, ჰოე, ური, ფონი და ალი. კაი, გასაგები, ანუ ჩვენ წერასთან, კითხვასთან, წრეებთან, აი ამ ასობგერებთან, ციფრებთან გვაქვს საკითხი, რომელიც არის რაღაცა ჩვენი წილი, ჩვენი ნაწილი. და ამას რასაც დავწერთ, ხო, ის ვართ. ეხლა წარმოიდგინე თუ ასობგერებმა ჩვენ დაგვტოვეს, ან ჩვენ ამოვიღეთ ასობგერები, ჩვენი ნაწილიდანაც რაღაცა გაქრა, ხო? ხან ძილში ხარ, ხან წრის შიგნით ხარო, წერს სოფია. ღანყარ, შინ, ჩინ, ცან, ძილ, წილ, ჭარ, ხან, ხარ. რა ეს სანიტარი, უნიფარი ქანი. ღანი, ყარი, შინ, ჩინი, ცანი. ძილ, წილი, ჭარი, ხანი, ხარ. დღეს თავი ამიფეთქდება, იმიტომ რომ იმდენ რაღაცას შევეხე, დღეს სიხშირებზეც ვისაუბრეთ და ნოტებზეც და ამ ნოტების მიხედვით მეგობრებო, შესაძლებელია რომ ის პირველყოფილი სიტყვა აღვადგინოთ, რომელი სიტყვა იყო პირველად. ეხლა შეიძლება ვიღაცა მიკითხოს, რომ რაში გჭირდება ის პირველი სიტყვა. რაში გჭირდება მეგობრებო და იმაში, რომ ეს სიტყვა გამოითქმებოდა წელიწადში ერთხელ. ამ სიტყვის გამოთქმის მეშვეობით ამოხეთქავდა ხოლმე სვეტიცხოველში დიდი სინათლე, სხივი, რომელიც უკავშირდებოდა მზის სვეტს და აფრქვევდა სიხშირეს, რომელიც სიხშირის მეშვეობითაც იქ მყოფები და იმ სივრცეში, ამ დედამიწაზე სივრცეში მყოფები განიცდიდნენ ტრანსფორმაციას და რომელნიც ვერ განიცდიდნენ ტრანსფორმაციას, ისინი კვდებოდნენ. ეს ჯოხაძეს აქვს, მეგობრებო, მურვან ჯოხაძეს ძალიან კარგად განხილული. ისინი კვდებოდნენ, ვინც ამას ვერ აიტანდა და ვინც აიტანდა და იყო მზად იმისათვის, რომ ახალ
წრეზე წასულიყო, ისინი რჩებოდნენ და ასე იწმინდებოდა ხოლმე. თავის თავს ასუფთავებდა და სანიტარის როლს ასრულებდა აი ეს სხივის ამოფრქვევა. ამ სიტყვას რომ გამოთქვავდნენ და რაღაც სიხშირეზე წარმოთქვავდნენ და რაღაც მოძრაობებს რომ აკეთებდნენ და ეს რიტუალი რო კეთდებოდა, ტყუილა არ კეთდებოდა, რამდენი ასეული წელია რომ ეს აღარ მომხდარა. ამიტომ არის ამდენი ცუდი სიბინძურე დაგროვილი და რაღაც საშინელებები და აგერ ომები და აგერ ერთი ამბავი. იმიტომ რომ აღარ იწმინდება, სანიტარი დავკარგეთ და სანიტარი 21-22 20-21 დავკარგეთ, მაგრამ მე-4 საუკუნეში, მე-3 და მე-4 საუკუნის მიჯნაზე წმინდანინო მოვიდა და აგერ მივიდა ჯვრის მონასტერზე, ავიდა, მაღლა ჩაატარა ეს რიტუალი, ამოხეთქა დიდმა სვეტმა და ამის ნიადაგზე კიდე ბევრი ადამიანი განიკურნა კიდევაც და მოშორდა ამ სივრცეს. მას მერე ეს სიტყვა აღარ გამოთქმულა. რატო არ გამოთქმულა? ღმერთმა იცის, დაატყვევეს ეს სიტყვა თუ დავკარგეთ. ამას ვერ გავიგებთ, სანამ ჩვენ თვითონ არ გამოვთქვათ ამ სიტყვას. თუ ვინმეს ინტერესი აქვს, რომ ეს სიტყვა დატყვევებული ყავდეს, მაშინ მე შემეხება და მეტყვი შენ ცუდ რამებს საუბრობ. მაგრამ თუ ვინმეს ინტერესი აქვს, რომ ეს სიტყვა გამოვიკლებ და კიდევ გავაახლოთ, ანუ გამოვიძიოთ, ხო, გამოვტეხოთ, მაშინ დამეხმარება ის გესმის და კი არ შემიშლის ხელს, დამეხმარება. მაგრამ აგერ ჩვენ ვიცით, რომ სვეტი ცხოველი რატო ამოქოლეს? საიდანაც ეს სინათლე და სიბრძნე კი არა და სინათლე, ხო, სვეტი ამოდიოდა, რატო ამოქოლეს? ცოცხალი სვეტი. სვეტი ცხოველი ნიშნავს ცოცხალ სვეტს. საიდან აი ზუსტად იქიდან ამოვიდოდა ხოლმე ამ რიტუალის შემდეგ და ეს სინათლე მერე აფრქვედა. რატო ამოქოლეს? ვინ ამოქოლა? რომელმა დაინტერესებულმა პირებმა ამოქოლეს? თქვენ გონიათ ისინი კარგს გვიზავენ, ჩვენ ვინც ამ სიტყვებს ვიძიებთ? ამიტომ იყო ამდენი ხალხი, ხან გააქრეს, ხან მოკლეს, ხან გიჟი უწოდეს, ხან ციხეში ჩასვეს და ხან კიდე გააჩულეს. რატომ არ მაჩუმებენ მე? ხო, კითხვა დაისმის, თუ ესე რამდენი ხალხი მოაშორეს, შენ ვიღა ხარო გალაპარაკებენ, ხო? აი მეგობრებო, მაგიტომ გეუბნებით, გამოიძიეთ მეთქი ვინ ვარ მე რა. და რომ გამოიძიეთ, თქვენ თვითონ მიხვალთ იმ ყვალზე, რომელ ყვალზეც მე მიმიყვანა ღმერთმა და დამანახა ჩემი თავი ვინ ხარ შენო, გესმის? და რატომ ხელს ვერავინ ვერ გახლებსო? აი ესეც დამანახა. და მე რო ეგ გითხრა, იმისი არ იყოს თომასავით, თუ მათესავით. თავის მოწაფეებს რო უგრემ, მე რო ეს გითხრათო, თქვენ ისეთი რისხვა გამოვარო, ჩამქოლავთო. მე რო ეს გითხრათ, ქრისტემ რა მითხრა მეო. აი ხლა მე რო ეს გითხრათ, ვინ ვარ მე, ხო? თქვენ არც დაიჯერებთ და შეიძლება ჩამქოლოთ კიდევაც რა. ამიტომ არ გეტყვით რა, თქვენ თვითონ გაიგეთ ვინ ვარ. თვითონ გაიგეთ ვინ ვარ. იმათმა იციან უკვე ვინც ხელს ვერ მახლებს, იმიტომ ვერ მახლებს ხელს, რომ იციან იმათმა და ხელს ვერ მახლებენ იმიტომ. მაგრამ მე რო გითხრათ თქვენ არც დაიჯერებთ, გიჟათ შეურაცხადად შემრაცხავთ და კიდევაც შეიძლება მართლა ჩამქოლოთ. აი უვიცებმა შეიძლება ჩამქოლოთ რა. დავიღალე უკვე ლაპარაკით. ეხლა დავასრულო და წავედი რა. ან ინებებს ღმერთიდან მოგვაწვდის ამ სიტყვას, თუ თქვენ მოინდომებთ და აგერ ამბიონებიდან მოსალოცად კი არ გვექნება საქმე, რომ გადადეთო, მოსალოცად გვექნება საქმე, რომ ყოჩაღ მოიყვანეთ ეს მეორეთ მოსვლაო. ქართველებს ჩვენ ეგ გვინდა. და სხვა პირებს, რომელიც ქართულს საუბრობენ და ქართული კარგად იციან, მაგრამ არ არიან კეთილის მოსურვეები ქართველებისთვის და არც გონება გახსნილი ხალხისთვის, ისინი გვეტყვიან, რომ ეს გოგო ბოდავს და გააჩერეთ. აქედან ვცნობ ხოლმე მე ვინ არის ქართველი და ვინ არ არის ქართველი. გაკოცით მეგობრო, დავიღალე, დღეს ძალიან ბევრი ცნობიერებები გავხსენი და ვილაპარაკე, ენა დამიღალა. გაკოცით.